საღამოშვიდობის ძვირფასო მაყურებლებო, მოგესალმებით TV36-ის ეთერში. მე ეკაონიანი ვარ და თქვენ უყურებთ თავისუფალ ბაზარს ტრადიციულად საღამოს 8 საათზე. დღევანდელი ჩემი თემა არის სასამართლო და ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც სასამართლოზე ვსაუბრობთ, რადგან ეს ინსტიტუცია საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი კრიზისში. ამიტომ მე არაერთი გადაცემა, ვინც თვალყურს გვადევნებთ, გეცოდინებათ დავუთმე ამ თემას. თუმცა მეტნაკლებად კონკრეტულ თემებზე ვსაუბრობდით ხოლმე და მაინც და მაინც ვცდილობა რომ სასამართლოს უახლეს ისტორია გაგვეხილა და რაღაცა უფრო ანატომია დაგვენახა ამისი არ მქონია. დღეს ჩემი სტუმარი არის ქალბატონი მაია ბაქრაძე, ის გახლავთ ახლა ადვოკატი, წარსულში გახლავთ მოსამართლე 10 წლის მანძილზე და მინდა რომ ქალბატონ მაიასთან ერთად გქონდეს პირველი მცდელობა, რომ ცოტა უფრო ფართო სურათი დავინახოთ ქართული სასამართლოსი. უკანასკნელ რამდენიმე დეკადის განმავლობაში, მინიმუმ იმ პერიოდში, რა პერიოდში თქვენ მასთან პირდაპირ შეხება გქონდათ სხვადასხვა სტატუსით, როგორი იყო ეს სასამართლო. ქალბატონი მაია იყო მოსამართლე 2005-2015 წლებში, ანუ როგორც თვითონ იხუმრა სისხლიანი 7 და უსისხლო 3 წელი გაატარა მან სასამართლო სისტემაში, ამიტომ მას ასე ვთქვათ, შეუძლია თავისი შთაბეჭდილებები და დაკვირვებები გაგვიზიაროს. თან მგონია რომ 2026 წელს ამას გაცილებით უფრო მიუკერძოებლად და ნეიტრალურად მოახერხებს ვიდრე ვთქვათ მაშინ, როდესაც თქვენ იყავით სასამართლო დარბაზში და მოცული იყავით იმ კონკრეტული საქმეების განხილვით, რომელიც თქვენ უნდა გადაგეწყვიტათ ადამიანების ბედი. და მას შემდეგ მე რაც გიცნობთ და გაკვირდებით როგორც სასამართლო სისტემის კრიტიკოს თქვენ ძალიან ბევრ ასპექტში აკრიტიკებთ სასამართლოს და ამისი მე მჯერა რომ რა თქმა უნდა საფუძველი გაქვთ, მაგრამ თქვენი რაკურსი და ჩემი რაკურსი ბუნებრივად განსხვავდება. ამიტომ მინდა რომ ჯერ პირველ რიგში ამ თქვენი პირველი 10 წლიანი შთაბეჭდილების შესახებ რამდენადაც შესაძლებელია მოკლედ გაუზიაროთ მაყურებელს. და მე ნახოთ საით წავა ჩვენი უკვე საუბარი ბუნებრივია მოსამართლეობის შემდგომი ეტაპი არანაკლებ მაინტერესებს, რადგან ეს ზუსტად ის არის, რაც ახლა ჩვენ უკვე გვეხება წარსულისგან განსხვავებით. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს და მსმენელს, მადლობას გიხდით ჩემთან შეხვედრით მიმართ ინტერესის გამოჩენისთვის და ზოგადად ამ თემის დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ მეც ვთვლი, რომ ალბათ ზოგადად თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს დღეს ამ უკმაყოფილება, ყველაფერი შეიძლება დაუკავშირდეს სასამართლო სისტემას და სისტემის გაუმართავობას ზოგადად ამ ქვეყანაში არა მარტო დღეს, გუშინ წინ და ჩვენი სასამართლო როგორი არის ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, იყო პოსტსაბჭოური და არის პოსტსაბჭოური დღესაც ეს სასამართლო, ხო, რაღაცნაირად ვერ გამოვიდა იმ მარწუხებიდან, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, რაღაცნაირად რომ ვცდილობთ ყველანი რომ გამოვიდეთ, მაგრამ რაღაცა სეგმენტები რჩება და სასამართლო ყველაზე კარგად ჩანს დაკვირვებული მაყურებლისთვის, იმიტომ რომ რეალურად მან ვერც ერთ ეტაპზე ვერ მოირგო ის როლი, რასაც ქვია ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნება. და ნებისმიერ ეტაპზე და როდესაც საუბრობთ თქვენ ახსენეთ ეს სისხლიანი და უსისხლო წლები სასამართლოში, კი სასამართლოს პერიოდი ნამდვილად ასე შეგვიძლია დავახასიათოთ, რომ ის არასოდეს არ გამოვიდა დანარჩენი ხელისუფლების მარწუხებიდან და ვერ აიღო ზედამხედველობა სხვა სახელმწიფო შტოებზე. ეს არის საერთო, არა მარტო დღევანდელი გუშინდელი და თუნდაც გუშინწინდელი დავარქვათ იმ დამოუკიდებლობის პირველი ეტაპის სასამართლოს და ეს არის სრული, ასე ვთქვათ, ინერციული გაგრძელება საბჭოთა სასამართლოსი, რომელიც თქვენ იცით იყო იუსტიციის სამინისტროს აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობის და კოლგის ქვეშ და აი აქედან გამომდინარე რაღაცნაირად ეს ამ როლიდან ვერ გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ თაობები შეიცვალა.
დაობები შეიცვალა, მოსამართლეები შეიცვალა, შიგნით ინვენტარი შეიცვალა, რეფორმები ჩატარდა, ახალი სოფტები დაინერგა, მაგრამ დაგვრჩა მენტალობა, საბჭოთა მენტალობა, რომელიც დარჩა ამ სასამართლოში და ყოველთვის თანსდევდა და ეს არის ზუსტად რაც იწვევს დღეს სასამართლოს კრიტიკას, მაგრამ ახლა თვითონ რომ რაღაცა განსხვავება დავინახოთ აი ამ ევოლუციაში, როგორი იყო ის პირველი წლები დამოუკიდებლობის შემდეგის წლები, როდესაც დავუშვათ მე მივედი ხო, სადღაც ეს იყო ამ ვარდების რევოლუციის შემდეგი პერიოდი და სხვათაშორის არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აი რომ მივედი, ნამდვილად მივედი ჩვეულებრივი კონკურსით, შევავსე განაცხადი. იმედებით და მოლოდინით. კი, იმედებით, მოლოდინით შევავსე განაცხადი. იცით რა, რო გითხრათ რომ მოლოდინი არა, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი იქიდან მოვდივართ, საიდანაც მოვდივართ, ეს იყო უბრალოდ აი ცდაბედის მონახევრე ასეთი რაღაც, იმიტომ რომ ეს წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნები რაც საჭირო იყო გამოცდები ეს ყოფილი რომ გავიარე, შევავსე განაცხადი, მართლა აღმოჩნდი რაღაცა კონკურსო კომისიის წინაშე და ჩემ ცხოვრებაში ალბათ მაშინ პირველად და ისე მოხდა რომ რაღაცა შერჩევით მართლა ასე დავინიშნე მოსამართლე და ჩემთვის იყო მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ მოლოდინებში უფრო მე რა ვიგულისხმე, იცით რომ აი მოლოდინებით ახსავსე რომ ამ პროფესიაში, რომელშიც ფაქტურად უმაღლესი თანამდებობანი მოსამართლეობა იურისტის პროფესიაში, თქვენ ალბათ თუმცა არ მინდა ხა მიმართულება მოგცეთ, მაგრამ ანუ ჩემ წარმოდგენაში ასეა, იმიტომ რომ მეც მაგ პერიოდში ჩემს პროფესიაში მოსამართლეობით არ გამომიცდია, მაგრამ ბევრად უფრო ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი რაღაცებს 2003-2005 წლებში, ვიდრე შემდეგ, როდესაც ეს სათვალე გამოგხდა და ჩემ პროფესიაში ბევრ რამე დავინახე და ეჭვმახსოვს თქვენი რაკურსით ბევრად უფრო ამისგან განსხვავებით ვარდისფერი სათვალით არ მივსვარ, იმიტომ თქვი რომ აი რაღაც ეს იყო მხოლოდ ცდის ამბავი, რომ უფრო მეტად ველოდებოდი რომ არ გამიმართლებდა, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ იმ წარსულშიც მე ადვოკატი ვიყავი და მაშინ რაღაცა ცოტა სხვანაირი იყო იქ რო დანიშნული ყავი იმდენი რაღაც გველეშაპები უნდა დაგემარცხებინა ფორმალურად, არაფორმალურად და მათ შორის არალეგალურადაც და აი ამ გარემოცვიდან რაღაცნაირად აი ამ განცდით მივედი რომ აი იქნებ რაღაცა ცვლილებები ხდება, რაღაცა სიახლეები შემოდის და მართლაც შესაძლებელია რომ აი ეს რაღაც ნეპოტიზმის და ერთმანეთთან ჩაჩურჩულების და რაღაცა სხვა რაღაცების გარეშე მართლაც შესაძლებელი იყოს მაღალ პოზიციებზე დაანიშნა. ნუ ამასთან ასაკიც არ მქონდა ახლა ესეთი ჭარმაგი და ბრძენი როგორც ალბათ მოსამართლეს ელოდება საზოგადოება, საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და რაღაცა ესე მოხდა ისე რომ მართლა დავინიშნე, ნუ რა თქმა უნდა ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩემთვის. აი მაშინ კი ნამდვილად ვფიქრობდი ზუსტად იმას, რომ აქ რაღაცა კარგი ხდება, იმიტომ რომ მე გავხდი მოსამართლე, არამედ იმ წესით გავხდი, როგორიც გავხდი, რომ ფაქტობრივად არც არავინ ჩამირევია, არც არავინ შემიწუხებია, არც მქონდა ამის შესაძლებლობა და რაღაცნაირად აი ეს იყო იმედს აღზრავდა და მაშინ ვამბობდი, რომ მე ამისგან გავაკეთებ, აი როგორც იმ ფილმშია და რა თქმა უნდა ეს მოლოდინი ყველას ჰქონდა იმ დროს დანიშნულ ახალგაზრდა თაობას, ჩვენ ჰქონდა არაერთი შეხვედრა იმ დროინდელ პრეზიდენტთან, შემდგომ თვითონ სასამართლოს მმართველობასთან, რომლებიც მაშინ დიდი რეფორმა ჩატარდა, სასამართლოები გამსხვილდა იცით და ძალიან სამწუხაროდ აი ეს ძველი კოლეგები, ბევრი მათ შორის ღირსეულიც მოიქცა აი ამ რეფორმის ნანგრევებში, იმიტომ რომ დაუმსახურებლადაც დარჩნენ სისტემის გარეთ და რაღაცა ახალი კადრებით შევსება მოხდა და რაღაც აი ამ ნაკადს ასე მოხდა, რომ იმ ნემოს თევზი რო ასე შევყევი რაღაცნაირად და ხო, იყო ძალიან დიდი მოლოდინი, რა თქმა უნდა და არა მხოლოდ მოლოდინი, რა ვიცი, მე ვთვლი რომ 2000 აი ამ პერიოდში 2005-დან 2007 წლამდე ეს იყო სასამართლოს ერთი ეტაპი, რომელიც ალბათ მნიშვნელოვანი არის, ისევე როგორც აი მოგვიანებით 2012-15 აი ამ უსისხლო წელს რო ვეძახით, ეს ეტაპი და დაკვირვებით ალბათ უნდა ვთქვა და სხვა ქვეყნების დაკვირვებაც ამას გვიჩვენებს, რომ როდესაც იცვლება ხელისუფლება, პირველი წლები ყოველთვის სასამართლო არის უფრო უკეთესი ვიდრე დანარჩენი შემდეგი წლები და შემდგომ უფრო და უფრო უარესდება. ესეთი მდგომარეობა გვაქვს იმ სისტემებში, რაც ჩვენ და ჩვენს გავს ქვეყნებს აქვთ. აი მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის დანარჩენ ქვეყნებში, პოსტსაბჭოთა სივრცეში და აი ამ სისტემის ქვეყნებში. აი ჩაგიკითხებით, რა განასხვავებდა აი 2005-7 წლებს, რომელიც პოსტრევოლუციურ ტალღაზე სასამართლოში ჯერ კიდევ არსებობდა და განსხვავებული იყო ვიდრე თქვა 7-9-12 წლები.
უამრავი გამოწვევა, რომელიც არსებობდა იმ დროინდელ სასამართლო სისტემაში და ჩემზე უფროსი კოლეგებთან რო გექნებათ შეხვედრა, ამაზე ალბათ უფრო კომპეტენტურად ისინი იმშელებენ, აი ინფრასტრუქტურული მოწესრიგებიდან დაწყებული. დამოუკიდებლობა, თანამედროვე სამართლებრივი მიდგომები, ახალ რაღაც სისტემაზე გადასვლა, შეიცვალა სამართლებრივი ბაზები მთლიანად, ხო, სამართლებრივი სისტემა, იგივე სამოქალაქო კოდექსი შემოვიდა, საჯარო მმართველობის ახალი რეგულაციები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სახით, ანუ ზოგადად ყველა ეტაპზე მოხდა სამართლებრივი გარდასახვები და შესაბამისად სასამართლოს უნდა ეკონტროლებინა ეს და მართლა ჰქონდა კონტროლის ფუნქცია. იმ თვალსაზრისით, რომ მე მახსოვს აი მაშინ სამინისტროები და საჯარო უწყებები საერთოდ არც თვლიდნენ სასამართლოს რაიმე დრო პროცესზე მოსულიყვნენ და აი ესეც კი რაღაცნაირად უნდა ჩვენ კისერზე გადასულიყო, იმიტომ რომ პროცესის სახე მიგვეცა, რა ვიცი ხა შეიძლება მსმენელისთვის ეს საინტერესო იყოს, რომ იქამდე აი როგორ გითხრათ, შეშის ფეჩიან ოთახში მოსამართლე და აი მე და თქვენ შორის უფრო დიდი დისტანცია ვიდრე მაშინ პროცესზე ასეთი რაღაცები ხდებოდა, იყო რაღაცა იყოლად ფამილიარული ურთიერთობები მხარეებსა და მოსამართლეებს და სასამართლოს თანამშრომლებს შორის და ნუ აი ესეთი საკითხები ძალიან ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი და ამას მოსდევდა ის, რომ სამართლებრივი სისტემები უნდა გამართულიყო ირგვლივ ყველგან, მათ შორის საჯარო უწყებებში, კერძო სამართლებრივი ურთიერთობები შედარებით ახალი და გავითარებადი იყო და აი ამის რაღაცნაირად ამასთან გამკლავება და ამაში მონაწილეობა ჩვენ გვიწევდა. ეს იყო პირველი პერიოდი. რატო ვახსენებ აი ამ ხელისუფლების პერიოდს, იმიტომ რომ ყოველი ცვლილება უკავშირდება რაღაცა რეფორმატორულ იდეას, ხო? ეხლა აქედან ამ გადმოსახედიდან ძველ რეფორმებს ზოგი უარყოფითად აფასებს, ზოგი დადებითად აფასებს, მაგრამ ის არ შეიძლება რომ არ ვნახოთ, რომ ჩვენ საიდან რა სიტუაციაში ვიყავით, დავუშვათ იგივე 2093-90-იან წლების ბოლოს რა გამოვიარეთ და უცებ რა სახის ცვლილებები უნდა მომხდარიყო, ხო? აი აქედან გამომდინარე, ის პირველი პერიოდი, როდესაც თვითონ ხელისუფლებაც იყო ენთუზიაზმით, იქიდან გამომდინარე, ჩვენი სასამართლო მენტალურად ნიბმული არის ამ საკითხზე, თვითონ სისტემურად სასამართლოს რაღაცნაირად რეფორმატორულ სულისკვეთებას ინარჩუნებდა. 2007 წელს ის ცნობილი მოვლენები რაც მოხდა, რუსთაველზე დაწყებული ამბები და შემდგომ უკვე აი ეს ქვეყანაში რაც საპროტესტო ტალღა იმდენად არა, რამდენად საპროტესტო ტალღასთან გამკლავების ის არასამართლებრივი და მანკიერი მეთოდები, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა, აი ეს პირდაპირ სარკისებურად აისახა სასამართლოს. ანუ ამ იმის თქმა მინდა ზუსტად რომ რაღაც გარეთ რაც ხდება რაღაცნაირად 2007-ში იმედის ამბავში მე განსაკუთრებით ეს კარგად იმიტომ შევნიშნე რომ ისე მომიწია რომ 2007 წლის დასაწყისში დიდი ხნით წავედი სასამართლოდან დეკრეტული შვებულების გამო და რამდენიმე თვის შემდეგ რომ დავბრუნდი სადღაც სხვაგან მოვხვდი. კონტრასტი. შიგნით სიტუაციურადაც რაღაცა დამხდა. ხშირად ვამბობ ხოლმე ამას ახლა ჩემი რა ყოფილი კოლეგები არიან და მაგრამ დღესაც არიან ისინი ზოგი არც არის, მაგრამ კი ასე ვეძახი ხოლმე სულ და ეხლაც ვიტყვი რომ რაღაც დესანტი გადმოისხა პროკურატურიდან. აი როგორც ფილმებში რო გვინახია ხო თვითფრინავი რო ჩამოდის და რო არა აცლიან დაჯდომას და პირდაპირ რო ხტებიან იქიდან ხო შეიარაღებული ხალხი. აი დაახლოებით აი ამასთან რომ შევადაროთ, აი ესეთი შემთხვევა, ასეთი რაღაც დამხვდა იქ. მოვიდა რაღაც ჯგუფი, რომლებმაც რაღაცა სიმაღლეები დაიკავეს. რა იყო ეს სიმაღლეები? ეს იყო წამყვანი ადმინისტრაციული თანამდებობები. და რაღაც აი აქ ახალმასიომ დაბერა და უკვე აღმოჩნდა რომ ჩვენ რაღაცა რეფორმებში კი არა ვართ და კი არ ვაუმჯობესებთ გარეთ ცხოვრებას და სამართლებრივ ბაზას კი არ ვნერგავთ და რაღაც დავებს კი არ ვწყვეთ და არა, არამედ უკვე რაღაცა დიდი კონტროლის ქვეშ ვართ. აი ვიღაცა დიდი თვალით, ის დიდი ბიძია, რომელიც გვიყურებს დიდი თვალით, აი ამ ბევრი თვალებით, ვისაც რაღაც ადგილები დააკავებინეს ერთშვენიერ დღეს, მართლა ერთ დღეს ფიგურალურად არ ვამბობ, ერთი დღე იყო, როდესაც ყველა ასეთი ადამიანი მოვიდა.
ну ბევრმა შეინარჩუნა ეს პოზიცია დღესაც და ის ასეთი მოსამართლეა დღესაც, მაგრამ მათგან ძალიან ბევრმა შეძლო გარდასახვა და რაღაცა ნამდვილი მოსამართლეების რაღაცნაირად მანტიის მორგება. ყოველ შემთხვევაში ხედავთ, რომ ცდილობს, შესაძლოა ახლა ეს ცდილობს ხვის დასანახად თუ ცდილობს, იმიტომ რომ მასში რაღაც შეიცვალა, არ ვიცით, მაგრამ არის ამის მცდელობები, რაღაცას ამას ვხედავთ, მაგრამ იმ დროს მათ ჰქონდათ კონკრეტული ფუნქცია კი და მაშინ იყო, როდესაც მოსამართლეები მოექცნენ ტოტალური კონტროლის ქვეშ, იმ თვალსაზრისით, რომ არა მხოლოდ დაუშვათ რაღაც გადაწყვეტილებებზე და საინტერესო საქმეებზე ზეგავლენა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხალხ რაღაც პირად ინტერესებს და რაღაც კორუფციულ და კლანურ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა, არა, მაგრამ პოლიტიკის გატარებას, კონკრეტული პოლიტიკის გატარებას სახელმწიფოს კაცრი პოლიტიკის გატარება, ანუ როგორც მაშინდელი ხელისუფლება ამბობდა ნულოვანი ტოლერანტობა, ხო, რა თქმა უნდა, ნულოვანი ტოლერანტობის შემოქმედ მიაღმოჩნდა სასამართლო სისტემა, ისევე როგორც დღეს უკვე ეს ნულოვან ემპათიას უწოდებთ, ხო, ცოტა განსხვავება გვაქვს ტოლერანტობას და ემპათიას შორის, ანუ რაჯმე ასე მესმის, რომ თუ არავის არ ვიწყნარებთ, დღეს ემპათია ნიშნავს, რომ არავინ არ გვიყვარს და არ გვეცოდება. ცოტა რაღაცა სხვანაირია მოსამართლეისთვის ეს გზავნილი. აუცილებლად გაუჩნდება მაყურებელს ეს კითხვა და შესაბამისად მე უნდა დავსვა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში დანაკლისი დარჩება. თუ ეს იგრძენით მაშინვე. რამ გაგაძლებინათ სისტემაში შემდეგი რამდენიმე წელიწადი? ხო, ეს კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ უნდა ვიკითხო, იმიტომ რომ ხშირი არ არის, როდესაც თქვენ თუნდაც ყოფილი მოსამართლეები ამაზე ასე საჯაროდ საუბრობენ. პირად საუბრებში კი ბატონო, ყველა, მაგრამ თქვენ ახლა მართლა ერთ-ერთი გამონაკლისი ხართ, ვინც ამას აღწერთ. თან შეგიძლიათ ორივე პერიოდზე ისაუბროთ და მოკლედ ბევრი რაკურსით მიმოიხილოთ. როგორ გაჩერდით? გქონდათ ილუზია, რომ რაღაცა გამოსწორდებოდა, გქონდათ რწმენა, რომ თქვენ ამაში არ მონაწილეობდით და თქვენი როლი პატარა იყო? თუ კომპრომისზე მიდიოდით? კი ბატონო, საინტერესოა ეს კითხვა ძალიან და მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ბევრ გამყოფება ხოლმე და რაღაცა ყოველთვის ერიდებიან. მე არ მერიდება ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ხალხისთვის. გამოვიყენო შანსი. ხალხისთვის არის ძალიან საინტერესო. რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში ჩვენ ადამიანებს გვაქვს რაღაცა ჩვენი წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენ თავთან ვერ ვყვეთ. აი ხო ამბობ რომ რაღაც კომპრომისები არსებობს, სინდისთან კომპრომისი არსებობს და ასე შემდეგ. ამ კომპრომისის, აი სხვადასხვა ადგილას ხედავ ხოლმე ამ ხაზს. ვიღაცას ახლოს აქვს ეს ხაზი, ვიღაცას ძალიან შორს აქვს ეს ხაზი და რეალურად აი თუ მე გავძელდა დღესაც ძალიან ბევრი ძლებს ამ სისტემაში, იმის მერე რამდენი წელი გავიდა, ალბათ 15-მდე წელი, ხო? და ჯერ კიდევ ძლებენ, მაგრამ იმ ადამიანებზე არ შემიძლია თქვა, რომ აი რაღაც დაუშვათ ჩაიქნიეს საკუთარ თავზე ხელი და რაღაცა სული გაყიდეს და ასეთი ფრაზებით ნამდვილად არ შემიძლია შემოვიფარგლო. ხო, ალბათ რაღაცა გამართლებაც იყო ის, რომ რაღაცა კონკრეტული სფერო იყო, ინტერესის სფერო იყო კონკრეტული მაშინ, რომელი მოსამართლეებთანაც უფრო მეტი კონტაქტი იყო და უფრო მეტად განიცდიდნენ ამ ზეწოლას. ის ახლა მაგალითად სამოქალაქო საკითხები, რომელიც ამიტომ ვახსენე, თუ არ არის ინტერესი ვიღაცა ადამიანების, გავლენიანი ადამიანების, იქნება ეს ბიზნესი, იქნება ეს ხელისუფლება, რა ვიცით, თუნდაც რაღაცა მაფია კლანი, არ ვიცით, ვიღაცა გავლენიანი ადამიანებისთან დაკავშირებული ინტერესები თუ არ არის, რაღაცნაირად ეს კერძო სამართლებრივი დავების კუთხით ანხრივ დიდად არ იგრძნობა ეს, უბრალოდ იგრძნობა იმ კუთხით, როდესაც ხედავ შენ კოლეგებს, რომლებსაც აქვთ ეს განსაცდელი და იგივე მაგალითად სისხლის მიმართულებას, ადმინისტრაციულსაც ნაწილობრივ, ადმინისტრაციაში მე პირველ ეტაპზე ვიყავი და მე გადამიყვანეს სამოქალაქოში, ესეც რაღაცა ერთგვარი გამართლება იყო, თუ იქ არ ვიყავი საჭირო იმ ადმინისტრაციაში მაშინ და რაღაცნაირად დისტანცირდებოდნენ ხოლმე. ისე მოხდა, რომ აი სანამ შევძელი, აი ასე რომ ვთქვათ, ხო? სანამ ეს ყველაფერი არ შემეხო,
და სანამ შემეძლო იმის კეთება, ისიც მჯერო. ანუ შეგეხოთ. შემეძლო იმის კეთება, ისიც მჯერო და იმიტომ რომ ნამდვილად არ იყო ამის ასე ვთქვათ ინტერესი აი მიმართულებით, კერძო სამართლებრივი დავების მიმართულებით და ჩვენ ამიტომ მეტი შესაძლებლობები გვქონდა. მაგრამ რაღაც ეხში სანამ არ შემეხო თქვით, ანუ რაღაც ეტაპზე ეს პირადად შეგეხოთ? რომ ანდ მივდივარ. შემეხო მაშინ, როდესაც უკვე გაჩნდა რეალური თვითმმართველობის ფორმირების შესაძლებლობა სასამართლოში. ეს იყო მამაყურებლისთვის რო ახსნათ, თორე თქვენ ეს პერიოდი ალბათ კარგად გახსოვთ 2012 წლიდან, როდესაც მოხდა ის რომ სასამართლოში უკვე მენეჯერულ პოზიციებზე, ანუ სასამართლოს შიდა მმართველობას ირჩევენ მოსამართლეები. ეს ჩანაწერი ადრეც არსებობდა. დავაზუსტოთ, ხო 2012 წელი გადამტეხი წელია ამ ჩვენ ორ მთავარ 2013-ის კონფერენცია უნდა. მაგრამ 2012 უკვე როდესაც შეცვლილია მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. კი ბატონო. 2012 წლის ანუ რა იცვლება ამ დროს სასამართლო სისტემაში? ხო, ამ დროს იცვლება რომ ჯერ ახალი ხელისუფლება მოსულია დიდი რეფორმატორული იდეებით და სიმართლე გითხრათ, რაცაც აცხადებდა იმ ეტაპზე მარსაჯულებასთან მიმართებით, ძალიან ბევრი ადამიანი და კოლეგა ამბობდა, რომ სწორია, რასაც ამბობს ეს ხელისუფლება, კი, ნამდვილად ასეა. იყო შემოთავაზებები, რომ ესე იგი რეალური თვითმმართველობის ფორმირება მომხდარიყო. რა იგულისხმებოდა ეს, რომ სასამართლოში თვითონ მოსამართლეები გამხდარიყვნენ მმართველები. ჩვეულებრივი მოსამართლეები. იცით რაღაცნაირად იყო მოსამართლეები და იყო ეს რაღაცა ჯგუფი, რომელიც მოსამართლეების დირექტორები იყვნენ. მოდი მე რაც მახსოვს, თუ რამე ემეშლება შემისწორეთ. სასამართლოს ყავდა თავმჯდომარე, მაშინ რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება არა მხოლოდ სასამართლოს პერსონალზე, საჯარო მოსამსახურეებზე, არამედ მისი უფლებამოსილებები ვრცელდებოდა გარკვეულწილად მოსამართლეებზეც, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლები არიან, მათი დანიშვნის წესი, გათავისუფლება იუსტიციის საბჭოდან იმართება და ესე პირდაპირ ზემოქმედება არ შეუძლია თავმჯდომარეს, მაინც რაღაცა გავლენები ფორმალური და არაფორმალური ჰქონდა. მე არ მინდა ჩამოთვალო, იმიტომ რომ ესე წლების ჭრილში იმდენჯერ შეიცვალა, რამე ალბათ შემეშლება. ისინი ასრულებდნენ მენეჯერულ ფუნქციასაც და ისინი ანაწილებდნენ საქმეებს მოსამართლეებს შორისაც. ხო? ეს ხო არ მეშლება. ანუ ახლა რას ნიშნავს ეს საქმეების განაწილება, ესეც ბარემ ახსნი და თუ კიდე რამე დასაზუსტებელი იქნება დააზუსტეთ. ანუ თუ ვიღაცის უფლებამოსილებაშია საქმე განაწილოს, შესაბამისად მას შეუძლია რომ მისთვის მასთან ლოიალურ მოსამართლეს დააწეროს საქმე, რომელიც წარმოადგენს ინტერესის საგანს, თქვათ ხელისუფლებისთვის და ეს საქმე არ მოხდეს უფრო დამოუკიდებელი მოსამართლის ხელში, ან პირიქით საქმე, რომელიც ძალიან მძიმეა, დაგეწეროთ თქვენ, რომლის გამოც შეიძლება მოგიწიოთ რთული გადაწყვეტილების მიღება და საზოგადოებისგან წამოვიდეს რისხვის ტალღა, იმისთვის რომ თქვენ დაისაჯოთ რაღაცისთვის, რაც თქვათ მანამდე არ გააკეთეთ. ნუ ეს ახლა მე ძალიან მარტივი მაგალითებით ახსენი და მჯერა რომ ბევრად მეტი ბერკეტები არსებობდა მოსამართლეებზე ზემოქმედების. ეს შეიცვალა 2012-ში, რამე ეს თვითმმართველობა, ანუ ამ სიტუაციაში თუ მოსამართლეებს ეძლეოდათ უფრო მეტი თვითმმართველობის უფლება, აი ამ ფონზე რაც მანამდე ხდებოდა, რა იმედებს აჩენდა ეს რიგით მოსამართლეებში, ეს გულწრფელად ვერ გავიგე ახლა და ამიტომ ბატონო, აი ხა ყველაფერს შევეცდები რომ დეტალურად ავხსნა. ესე იგი, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სისტემა, რომელსაც ვამბობთ, ანუ რა არის სასამართლოს თვითმმართველობა, სასამართლო არ არის დამოკიდებული გარე ხელისუფლების მმართველობაზე, ხო, სამართლებრივად კონსტიტუციურად ასეთი მოდელი გვაქვს ჩვენ და სასამართლოში დაწყებული იქიდან რამდენი სასამართლო უნდა არსებობდეს საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენი მოსამართლე უნდა იყოს და ვინსად უნდა იყოს და ვის რამდენი თანაშემწე უნდა ყავდეს და რა რესურსებით უნდა სარგებლობდეს სამსახურში, ხო? და აი ეს ყველაფერი არის თვითმმართველობის ორგანოს იუსტიციის საბჭოს კომპეტენცია. მაშინაც ასე იყო, ახლაც ასეა. აი, როდესაც ვახსენე, რომ 2007 წლიდან მოხდა გარკვეული ადამიანების ერთბაშად სასამართლოში გადმოყვანა და ესენი მოხდნენ ზუსტად აი ამ ხელმძღვანელ პოზიციებზე, რომლებიც იღებდნენ ამ გადაწყვეტილებებს.
ანუ ამ გადაწყვეტილებაში არ არსებობდა არანაირი დემოკრატიული ელემენტი. ან თავმჯდომარეება და იუსტიციის საბჭოს წევრები. და საბჭოს წევრები, თავმჯდომარეებს რომ თავი დავანებოთ, თავმჯდომარეები იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ფრთა თვითონ ამ პოლიტიკის განმახორციელებელი, როგორც აღმასრულებელი რგოლი რაღაც ასეთი, მაგრამ კიდევ უფრო ზევით სადღაც გადაწყვეტილებები რომ მიიღებოდა, აი იქ მუშაობდა უკვე იუსტიციის საბჭო, რომელიც აი როგორც დღევანდელი იუსტიციის საბჭო არის, ხო, შეიკრიბებიან აწევენ ხას სწავლიან სახლში აი ესეთი დაახლოებით, ანუ დემოკრატიული ფორუმი ეს როგორც კოლეგიური ორგანო მაშინ არ არსებობდა და პოლიტიკურ თანამდებობისპირებით შედიოდნენ იუსტიციის საბჭოს. მათ შორის პოლიტიკური თანამდებობისპირები არამოსამართლე წევრებად შედიოდნენ. 2012 წლიდან უკვე რა მოხდა, რომ პოლიტიკოსებმა განაცხადეს თვითონ მმართველმა უმრავლესობამ ქართულ მოცემამ განაცხადა, რომ ჩვენ სასამართლოსგან შორს მივდივართ, არ გვაინტერესებს პოლიტიზება, ამიტომ მოდი საზოგადოების წევრები შევიყვანოთ. ეს ვინ არიან? ანუ აპოლიტიკური იურისტები, ხო? აკადემიის წარმომადგენლები, ადვოკატი შეიძლება იყოს და სხვა, ну, რა ვიცი, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციიდან, მაგრამ სამთავრობო, ანუ სახელმწიფო იმ საბჭოს უმცირესობაში, სადაც ადრე პოლიტიკოსები იყვნენ, არ უნდა ყოფილიყვნენ. ამის გარდა შეიცვალა თვითონ მოსამართლეების საბჭოში არჩევის წესი. ადრე იყო ეს ასე, რომ სასამართლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებდა კანდიდატურას და ყველა მოსამართლე ღია კენჭისყრით udასტურებდა ამ კანდიდატურის აი ესეთი ფორმის არჩევნები იყო, რა ვიცი, რაღაცა რა სტილის არჩევნებია ეს, არ ვიცი, ხელისაწევით, ღია წესით. მაგრამ აი ეს იყო, ეს წესი იყო. ესეც შეიცვალა და თქვეს, რომ აი ფარულად ვინც გინდათ აირჩიეთ, ისევ მოსამართლებმა. და რა თქმა უნდა, გაჩნდა ის შანსი, რომ რეალურად ვინც მოსამართლეობდა და არა ვინც დირექტორობდა, აი ესე რომ დავუყოთ ეს ორი კატეგორია, ხო? მოსამართლეების დირექტორები და მოსამართლეები. ანუ დირექტორები კი არა, თვითონ რეალურად მოსამართლეებს ან ქვევიდან ზევით ემართათ ეს სისტემა, რა ქონდათ საერთო, რა ქონდათ გასაჭირი, რა მიმართულებას აირჩევდნენ. განსხვავებული წარმომადგენლობითი ყოფილიყო. მათ შორის აი როდესაც ჩვენ უკვე ამ არჩევნებში შევედით არჩევნების პროცესში, 2013 წლის ცნობილ არჩევნებზე ლაპარაკი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ეს იყო ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც ხო ჩვენ ვუყურებდით პირდაპირ ეთერში იუსტიციის საბჭოს წევრების კანდიდატებს შორის კონკურენციასაც. ეს მანამდეც არ მომხდარა და მას მერეც ხმე არაერთ კონფერენციას დავსწრები ვარ მე თვითონ ასე მეთვალყურეთ და ფაქტიურად მერეც მე არ მახსოვს რომ დიდი კონკურსი ყოფილიყოს წევრობის კანდიდატებს შორის. მერეც ისევ ისეთად იქცა რომ აი ერთი ადამიანი წამოაყენებს კანდიდატურას და ან ნაგროვებს ხმებს არ ანაგროვებს. ასეა ნამდვილად, ანუ მაშინ იყო მე მგონი პროგრამების პრეზენტაციაც. ანუ ისევ დაახლოებით შინაარსობრივად ისევ იმ პერიოდის კენჭისყრას გავს, როცა ერთი ასახელებდა და ყველა ღია წევდა ხმას, უბრალოდ ეხა ის ხალხი ფარულად აძლევს ხმას წინასწარ ერთი ზევიდან დასახელებულს და არა ქვევიდან. რატო ვამბობთ ქვევიდან? იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ამ არჩევნებში შევდიოდით, ქონდა რა თქმა უნდა კომუნიკაცია რეგიონებთან, დიდად არ ვიცნობდით ეს კორპუსი არ არის ახლა ისეთი, რომ რაიონებში, სხვადასხვა ადგილებში გქონდეს ცნობადობა, ხო? ახლა თბილისში მაინც კიდე შესაძლებელია ისიც აი შენ პალატაში და შენი მიმართულებით, თორე ძალიან ასეთი რაღაცა ამხრივ ერთმანეთში მისვამოსვლით და ასეთი კორპორატიული კულტურა მაშინ არ არსებობდა დიდად, ამიტომ მოგვიწია გაცნობა კიდეც, დაკავშირება კიდეც და ნუ რეგიონებსაც დაუკავშირდით და იქაც ვამბობთ, რომ აი რეგიონს უნდა ყავდეს წარმომადგენელი, პირველ ინსტანციას უნდა ყავდეს, მეორეს უნდა ყავდეს და მრავალფეროვანი საბჭოს ფორმირების იდეა გაჩნდა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ კი მოსამართლე, რომელსაც ელემენტარულ საქმეებში თან ქონია შეხება მხარეებთან ქონია გადაწყვეტილება დაუწერია, იმიტომ რომ ნუ რაც არ უნდა უცნაური იყოს ახლა მსმენელისთვის, კი უმრავლესობა მაშინ ვინც იუსტიციის საბჭოს წევრობის პრეტენზია განაცხადა აი ამ ძველი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დაუქონია ეს ადგილი დაკავებული, საერთოდ არ ქონია არც ერთი საქმე განხილული და ის ახლა აი რაღაცას სხვა შლეიფით იყო ამ საბჭოში წარმოდგენილი და რა თქმა უნდა ის ვერასოდეს ვერ გაიგებდა რა საჭიროებები არსებობდა ისეთი მგზნობელობა მას ვერაფროდეს ვერ ექნებოდა რაც ჩვეულებრივ მოსამართლეებს რომლებიც მუშაობდნენ და ძალიან ბევრს მუშაობდნენ ძალიან მართლა იმიტომ რომ ნუ ფაქტიურად არანორმირებული დღე არანორმირებული საქმეები ამდენი რეფორმა გაერთიანებები გამსხვილებები მუდმივად იცვლებოდა ეს საქმეთა რაოდენობები და ეს გადატვირთულობის პრობლემა ხო სულ არის დღესაც არის მაშინაც
ადამიანიც იყო და რაღაც ძალიან ბევრი მუშაობა უწევდათ და ამიტომ რაღაცა ზუსტად იმიტომ რომ მართლობა ეფექტიანი ყოფილიყო, ერთი ეს საკითხი იყო. მეორე რაც მნიშვნელოვანი მოხდა, ანუ ეხლა აქვე ვიტყვი რომ ეს ეხლა რაღაცნაირად უკვე ისე შეიცვალა რომ დარჩა ქაღალდზე, მაგრამ de facto ისეთი არჩევნები ხდება, რაც თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ. მაგრამ 2013-ში რა მოხდა? ანუ თქვენ როდესაც მონაწილეობას იღებდით ამ კონკურსში გარკვეული მოლოდინებით ჩვენ რაღაცა გარკვეული ჯგუფი გქონდა, საარჩევნო ჯგუფი, ვინც აი რაღაც საინიციატივო ჯგუფიდან რაღაც პროგრამას შევადგინეთ, როგორც თქვი, რაღაც რეგიონებიც მოვიარეთ, მოსამართლებსაც გავესაუბრეთ, კამპანია გქონდა ჩვეულებრივი შიდა საარჩევნო კამპანია და აი ამ პერიოდში მოხდა ის, რომ არსებული სასამართლო ხელისუფლება დაუპირისპირდა ჩვენ ჯგუფს. დაუპირისპირდა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იყვნენ კონკურენტები და კონკურენტების მათ თვითონ სურდათ რაღაც გარკვეულ სხვა ჯგუფს, ასე ვთქვათ, გულშემატკივრებდნენ და აი ამ ფონზე ისე მოხდა, რომ იმათი მეთოდით, იმათი მიდგომებით და იმათი დაპირებებით ისე მოხდა, რომ ჩვენ დავრჩით დამარცხებულები იმაში, რა ქვია, არჩევნებში. ჩვეულებრივ, აი რაც ხდება გარეთ ის ხდება შიგნით, ხო? ანუ ამ პოლიტიკურ ჯგუფს ქონდა სხვანაირი ბერკეტები, ხო? იგივე ადმინისტრაციული რესურსები, ხო? როდესაც თავმჯდომარეების რესურსია და იყენებს. ხდებოდა მოსამართლებთან მოლაპარაკებები, დაპირებები, დაშინებები, ანუ ყველანაირი მეთოდი, გაშავებები, აი რაც კი ხსმენია პოლიტიკური პროცესის, ცოდვების შეხსენებები, რა ვიცი, რაღაც ინფორმაციის გავრცელებები, საგაზეთო სტატიები, აი ყველაფერი ის რაც ახასიათებს ხოლმე ზოგადად საარჩევნო პროცესს, აი ეს ყველაფერი ხდებოდა იმ დროს და აი ამ ფონზე, შემდგომ ჩატარდა ის კონფერენცია, ასე თქვა და საკმაოდ კონკურენტონარიანი იყო ის არჩევნების ის პერიოდი. არც ესეთი შედეგები იყო, ხომ მე მახსოვს, სადღაც 47% მივიღე, ანუ არ მქონდა დიდი ხმების დანაკლისი. საკმაოდ კარგი ნდობა გამომიცხადეს მაშინ კოლეგებმა მეც და სხვებსაც, ვინც დავუშვათ ჩვენი ჯგუფიდან იყრიდა კენჭს, მაგრამ იქ გაჩნდა ერთი რაც ალბათ იყო მოძრავებელი, ერთი არა, ალბათ ორი. ერთი ის რომ იყო ხელისუფლების მხრიდან ეგრეთ წოდებული წარსული ცოდვების გახსენებების დაპირება, როგორიც იყო მარსაჯულების ხარვეზების კომისია, რომლებმაც აი გახსოვთ ცალკეული პოლიტიკოსების გამოსვლა მოსამართლეების მიმართ, ასეთ მოსამართლეებს პირდებოდა არსებული შიდა ხელისუფლება, რომ აი თუ ისინი იქნებოდნენ არჩეული და აიცავდნენ მათ და ასე ვთქვათ, არაფერი შეეხებოდა და მეორე იყო ის, რომ ხო თვითონ მოსამართლებსაც ეს ფაქტორიც იყო, მე რო გავაანალიზოთ, თვითონ მოსამართლეთა აი გარკვეული ნაწილი არ იყო მზად იმისთვის, რომ სასამართლოს მართლობა რაღაცნაირად თვითონ აიღო პასუხისმგებლობა სასამართლოს. რასაც არ იყო ადამიანები ნაჩვევი, რასაც არ იყო, უფრო მიიჩნიეს, რომ ძალიან ასე ვთქვათ, მშვიდი ცხოვრება ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, იმიტომ რომ თუ რამეს დააშავებს, ვინც დააშავებინებს, ის იქნება პასუხისმგებელი. და ესე რაღაცნაირად მე ჩდება ხოლმე სისტემა, რაღაც უხილავი სისტემა, რომელისგანაც ყველა ხელს იშვერს, ხო? სანამ 2013-ის ამ არჩევნების შემდეგ რა ხდება, ამაზე გადავალთ და მეც მივაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი გარდამტეხი წელი იყო. ფაქტურად პერიოდი, როდესაც სასამართლო სისტემამ ქვეყანამ გაუშვა შანსი, რომ სასამართლო სისტემაში მართლა რეალური პროგრესი მომხდარიყო, თუმცა ბევრი ადამიანი ვაღიარებთ, რომ ამას ასე ნათლად მაშინ ვერ ხედავდით და ჯერ კიდევ დიდი ხანი ვიკვებებოდით ილუზიებით, რომ რაღაცა მაინც შესაძლებელი იყო უკეთესობისკენ შეცვლილიყო. რეკლამის დროა მე მგონი რაღაც ნატურა ანთეს ჩვენთან და ამიტომ ცოტა ხანი გავწყვეთ რეკლამის გამო და დაგიბრუნდებით ისევ ეთერში ძალიან მალე. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული მოსწავლე, რომელიც ჩვენ კარში შემოვა, გენიოსია, რომელმაც უნდა იყოს მის შინაგანი მოწოდება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენ გვჯერა, რომ ფიქრის გამომწვევი კითხვების დასმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი პასუხების დაზეპირება. და ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო აზროვნებას სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. სწორი გადაწყვეტილებები ქმნის ჯანსაღ ჩვევებს, ჯანსაღი ჩვევები აყალბებს ხასიათს, ხოლო ხასიათი განსაზღვრავს ბედისწერას.
ამერიკული სკოლა, რომელსაც მართავენ ბავშვები. საუკეთესო არჩევანი, როცა რეიტინგული არხები გჭირდება. დაგვიკავშირდი ნომერზე 032 205 12 12. ჩაერთ Excel-ში სრულიად უფასოდ. Digital TV, შენთვის შექმნილი მაუწყებლობა. დავბრუნდებით 2013 წელს, როდესაც სასამართლოში იყო ცდილობა, რომ ჯგუფს, რომელიც უფრო განწყობილი იყო რეფორმებისკენ, გაიმარჯვა იუსტიციის საბჭოს არჩევნებში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და რა ხდება ამის მერე? და როგორ იცვლება თქვენი, როგორც მოსამართლის? მაშინ როგორც ჩვენმა კოლეგამ მიხუმრა და რაღაცა ძალიან ისეთი მოკლე, მაგრამ ადვილად აღსაქმელი ერთი წინადადებით გამოუვიდა ის, რაც მოხდა იმ დროს, თვითონ ასეთი რაღაც თქვა, რომ გალის კარი გააღეს და ვერ გაფრინდენო. დაახლოებით ესეთი რაღაცა შედარება მოგვიყვანა და ასე შეგვაფასეს გარედან, მოკლედ სისტემა, რომ რაღაც სისტემა არ იყო მზად. კი, მეც ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში ზუსტად ის, რაც აი ხა დეტალები მოუყევი და ეს არის დეტალები, მაგრამ ერთი დიდი ფართო სურათი რო შევქმნათ, ის იყო, რომ სისტემა არ იყო მზად. მოსამართლეები თვითონ არ იყვნენ მზად დამოუკიდებლობისთვის, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო სხვანაირი არჩევანი გაეკეთებინათ. როდესაც ხარ დამოუკიდებელი, გაქვს მეტი პასუხისმგებლობის უნარიც, ხარ მეტად თავისუფალი და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში მზად ხარ პასუხი აგო ყველაფერზე, რაც გიკეთებია, რასაც მომავალში გააკეთებ და ზოგადად საკუთარ თავზე. ჩვენ საზოგადოებისთვის, როგორც ვიცით, ასეთი რამ ცოტა დამღლელი და მომაბეზრებელია, ურჩევნიათ რომ ვიღაცა სულ იყოს, ვისკენაც თიც გაიშვერენ და ნუ რა თქმა უნდა საზოგადოების სულისკვეთება როგორც არის, ისე უწყებებში აისახება და რეალურად აი ეს მივიღეთ კორპორატიულ სისტემაში, მოხდა ისე რომ არ იყვნენ ადამიანები მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ასე ვთქვა, ძალიან ადრე მოგვიწია ამისთვის თუ უკვე ზედმეტად დაგვიანებული იყო, არ ვიცი, მაგრამ რეალურად ეს მოხდა. 2013 წელს გარდა იმ სასიკეთო ცვლილებებისა, რაც თქვით, რომ ეს თვითმმართველობის შესაძლებლობა, შანსები იყო, აქ გაჩნდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, როდესაც სასამართლოს ჰქონდა საზოგადოებრივი რეპუტაციის აღდგენის დიდი შესაძლებლობა და აი ეს შესაძლებლობა გავუშვა ხელიდან. რა თქმა უნდა, ახლა ხედავთ, რომ არის დისკუსია, ის ჯობდა, გუშინ ჯობდა, დღეს ჯობდა და რაღაც ნიუანსურად განიხილა, არა, აი რაღაც დიდი სურათით აქვს თუ არა რეპუტაცია სასამართლოს, ახლა თქვენ რო გახსნათ ვებგვერდი უზენაეს სასამართლოს და რომელ შენობაშიც შეხვალთ, უკვე რამდენიმე წელია ფრიალებს აი ამ ეკრანებზე ტაბლოები, რომელიც დგას პერიოდულად ფრიალებს გორბის კვლევით, რომელსაც 54% თუ 15% ენდობა სასამართლოს პირველი, აი ეს ამოხტება ხოლმე ეს ფურცელი უკვე რამდენიმე წლის. ბოლო კვლევა როდის ჩატარდა არც მახსოვს, საზოგადოების კვლევა და ალბათ არსებულ სიტუაციაში არ ვიცი ხა ამას ვინმე ჩაატარებს თუ არა, მაგრამ უბრალოდ ისეთი მაჩვენებელია ეს 54%, რა გავითარებული ქვეყნის სასამართლოებსაც კი ან ხელა პროცენტები არა რეალურია, მაგრამ ჩვენ როგორც ყველაფერში, ასე ვთქვათ, მოწინავე და ყველა ქვეყანაზე უკეთესი, აქაც რაღაცა უკეთესი შედეგები გვაქვს, დაახლოებით ასეთი სურათია. მე არ ვიცი, მინდა რომ ასე იყოს ძალიან გულშემატკივარი ვარ ზოგადად ამ სტრუქტურის, ამაზე დამოკიდებული ჩვენი ყოველი დღე, ჩვენი და ჩვენი მომავლის, ხო, როგორი სასამართლო იქნება. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული აბსოლუტურად, დანარჩენი ყველაფერი აქედან მომდინარე არის. ასე მჯერა მე და ასე წამს. ამიტომ დაამინდა რომ ასე იყოს. საზოგადოებაში რეპუტაციულად სასამართლო იყო ძალიან დაზიანებული 2013 წელს. განაჩენების გამო, ჩაკეტილობის გამო, შიდა აი ამ მმართველობის გამო, რომელიც საერთოდ არც მაშინ ასე მოიხსენიებდნენ ხოლმე, რომ სასამართლო არის პროკურატურის ნოტარიუსად ქცეული. ეს იყო ძალიან გავრცელებული ფრაზა. ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა მიემართებოდა სისხლისამართლის საქმის გამხილველ მოსამართლეებს, რომელთანაც პროკურატურას პირდაპირ ჰქონდა შეხება. საზოგადოებაში იყო აღქმა და საკმარისი არგუმენტაციაც იმის თაობაზე, რომ ფაქტიურად ტელეფონით იღებდნენ მოსამართლეები დავალებებს პროკურატურიდან, აი ეს ამის სჯეროდა მინიმუმ სასამართლოთი დაინტერესებულ საზოგადოებას, ხა ნეიტრალურ
მოქალაქეზე არ მაქვს საუბარი, რომელსაც არ შეხება ქონია და არც აინტერესებს რა ხდება სასამართლოში. ეს რეპუტაცია გარკვეულწილად ალბათ შეიცვალა. ახლა ცოტა სხვაგვარად ფიქრობენ. ამიტომ მგონია, რომ აი როდესაც თქვენ ახლა თქვით, რომ სასამართლო ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას და მე სულ ვაწყდები, რომ ჩვენ ამას ვერ ვხსნით კარგად რიგით ადამიანებს, რომლებსაც სასამართლოში ფეხი არ შეუდგამთ. ან მინიმუმ არ აქვს მოლოდინის სამართლის საქმესთან მიწმენდა შეხება არ აქვს. აი ვერ გრძნობენ სასამართლო რა გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. რადგან მათ არც უნახავთ ისეთ სასამართლო, რომელიც შეეძლოთ სათავისოდ გამოეყენებინათ. მე ამ ახსნას უძებნი. შეიძლება ისინი უსამართლო მოსამართლის ცუდი გადაწყვეტილების სიმწარეს თავის თავზე პირდაპირ არ განიცდიან, მაგრამ ვერც იმ შესაძლებლობას ვერ ხედავენ, თქვათ რომ მეცხოვრათ სხვაგვარ ქვეყანაში, სადაც შეეძლოთ თავისუფლების აღდგენა და ინტერესის დაცვა, იქნება ეს რაღაც მეზობლის წინააღმდეგ, კომპანიის წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ, რას ნიშნავს? როდესაც შენს გვერდით დგას ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო. ესეც არ უნახავთ, ასეთი წარსული ჩვენ არ გვაქვს, აი სულ ამას ჩვენ არ გვახსოვს ყოველ შემთხვევაში. შეიძლება ოდესღაც მახვშები წყვეტდნენ სადღაც სამართლიანად საქმეს, მაგრამ ხო უახლოეს რამდენიმე 10 წლეულში ჩვენ ეს ჩვენ თავზე არ გამოგვიცდია. ამიტომ აი სულ როდესაც ვუხსნით ადამიანებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ის ამ მნიშვნელოვანებას თავის თავზე ვერ განიცდის. უფრო იოლად აღიქვამს პოლიციელზე, რაღაცა იუსტიციის სახლის თანამშრომლის კარგი და ცუდი დამოკიდებულება მისთვის უფრო ხელშესახებია, მაგრამ აი მოსამართლესთან რა პირდაპირ კავშირი შეიძლება ქონდეს, საზოგადოების დიდ ნაწილს ეს საერთოდ არ მიაქვს გულთან. და ამიტომ მგონია, რომ სასამართლოს პრობლემა ვერ გახდა საყოველთაო პრობლემა და როდესაც მართლა რაღაც გამოკითხვებში ასახელებენ, არასოდეს არ არის ის მოწინავე ადგილზე, თუ კი სპეციფიური ჯგუფი არ არის გამოკითხული, ხო? ალბათ არც არსად არ არის. ზოგადად სასამართლოს მე მგონია რომ ამერიკაში სასამართლო რომ 10 პრობლემა რო ჩამოუთვალო ადამიანებს სასამართლოს მოსამართლის წმენა ისე სადღაც მეათეხარისხოვანი იყოს მოსამართლის წმენა იცით რა მოსამართლის მიმართ რა ვიცი ზოგადად ახლა რომ გავაჩეროთ ალბათ ქუჩაში ხალხი რა თქმა უნდა მოსამართლეს დაასახელებენ იმ ფიგურად და პოზიციას ვის მიმართაც უნდა არსებობდეს დობა კი არ აქვს აი რა ვის სიტყვასაც უნდა მორჩილებდნენ მოდი ესე ვთქვათ იმიტომ რომ ეს მორჩილება ჩვენ საზოგადოებას რაღაცნაირად უხდება ხო უხდება იმიტომ რომ თავის თავზე როგორც თავისუფალი ადამიანი კი არ იღებს ასე პასუხისმგებლობას, ასე არ უყურებს თავის ცხოვრებას. უყურებს ვიღაცის მიერ რაღაც დაწერილ სცენარს და ნუ კი აი ვიღაცის მიერ დაწერილ სცენარს მოსამართლე ზუსტად ისე ასრულებს, როგორც იმ ვიღაცამ დაწერა. რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც ეს უკვე პირად სოციალურ საკითხებს ეხება, აი სოციალურ ახმადობას, ანუ სასამართლოს როგორც სოციუმის და არა როგორც მაგალითად სამართალმცოდნეების ან სასამართლო გადაწყვეტილების დისკუსიების ქონე აკადემიის და აი ამათ ახმადობაზე არ არის საუბარი ხარ რომ კაზუისტიკაში ჩაეძიათ. აი ზოგადად საინტერესო არის თუ არა მოქალაქეებისთვის მოსამართლე არის თუ არა სანდო რომლის წინაშეც ანუ არის ადამიანი რომელიც სცემეს და რომელმაც სცემა და იქიდან გამოდის დამნაშავე რომელიც სცემეს ის. ეხლა რატო ახსენებ ამას იცით იმიტომ რომ ერთმა ძალიან ასაკოვანმა ადამიანმა ჩემი ნათესავია და ძალიან ძვირფასი ადამიანია ჩემთვის საკმაოდ განათლებული ერუდირებული რომელმაც ეხლა მოხუცია ეს ქალბატონი და დამირეკა რაღაც აი ამაზე და მკითხა რომ რა მართლა გვაქვს ხო ესეთი რაღაცა კანონიო რომ აი ვიღაცები რომ ცემესო ისინიო რატო არიან დამნაშავეები და ვიღაცები რომ ვინც ცემაო ისინიო რატო არ არიან დამნაშავეები კითხვა დასვა სრულიად აი ყოველდღიური კითხვა დასვა აბსოლუტურად ეს ხო სამართალთან კავშირში არ არის ხო ამიტომ უბრალოდ ლოგიკასთან არის კავშირი რაღაც სოციალურ ფაქტორთან არის კავშირი საზოგადოების ახმადობასთან არის კავშირში და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ სასამართლოში არიან ადამიანები არა მაგალითად რომელიც კანონს წაიკითხავს და რაღაც მათემატიკურად ჩასვავს, ცვლადებს თავის ადგილას მიუჩენს და მე რაღაც კალკულატორი ითვლის, არ არიან, ეს არ არის მოსამართლის ფუნქცია. ამას მალე ინტელექტიც ამას გააკეთებს, როგორ გითხრათ, უფრო სწრაფად, ჩქარა და უფრო კარგად ლოგიკურად, იაფად და დასაბუთებითაც. რა თქმა უნდა, მაგრამ ის ფაქტორი, რაც ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს და მოაქვს ემოციურ ინტელექტს, მოაქვს მსოფლმხედველობას, მოაქვს ადამიანის ადამიანურ განწყობას და ადამიანურ ფაქტორებს, ის არის ზუსტად მოსამართლისთვის მნიშვნელოვანი და იმის მატარებელი და გახსნილობა და რეპუტაცია
რედაქციული აღდგენა იმიტომ გვინდოდა ზუსტად რომ აქ საუბარი იყო რომ მოსამართლეები ენახათ ამ ადამიანებს და თვითონ შეეფასებინათ. იმიტომ რომ ვიცით ახლა როგორი მოსამართლეები არიან ჩვენთან, ან მარტო ის ვიცით რომ მთელი სისტემა ემორჩილება რაღაცა მითითებას. და არ ვიცით თვითონ ადამიანები ინდივიდუალურად როგორ მიყავთ პროცესები იქნება რაც უნდა კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო როცა ესეთი ეს არის და სამართლიანი გადაწყვეტილება ხო რაღაცა შეიძლება რომ ის მაინც დარჩეს უკმაყოფილო მაგრამ ზოგადად არ უნდა არსებობდეს ესეთი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ ის ყოველთვის უნდა იყოს ინსტიტუტი სანდო სადაც მიხვალ და ის რაც ჩინოვნიკს ვერ გააგებინე იმას იქ გააგებინებ ჩინოვნიკს, რომელიც კანონიერების პრინციპით არის შეზღუდული და რაღაცა ვიწრო ჩარჩოები აქვს, მაშინ იქ მორჩებოდა ეს ყველაფერი. ეხლა უნდა წავიდე მე სასამართლოში, რომ ის ჩარჩო გავაფართოვო, სამართლის ფარგლებში გავაფართოვო, რომ იქ მოსამართლედ წოდებულმა ადამიანმა განიხილოს ეს და არა ჩინოვნიკად წოდებულმა ადამიანმა, რომელსაც უფრო შეზღუდული მოქმედება აქვს, ვიდრე მოსამართლეს. ხო და მე აი ამაზე მოდი კანონიერი გირჩევნიათ თუ სამართლიანი კითხვებსაც როსვავდნენ. უზენაესის დროს თითქოს გასაუბრების დროს კანდიდატებს უსვავდნენ თვითონ ხოდაშორის მოსამართლეებიც უსვავდნენ. კანონიერი უნდა იყოს გადაწყვეტილება თუ სამართლიანი აი ასეთ რაღაც თითქოს ფილოსოფიურ კითხვას, მაგრამ საიდან მოდის ეს ყველაფერი? ესე იგი აქ სადღაც აცდენა გვაქვს კანონსიას და სამართალს შორის, რომ ეს კითხვა ხო არ დაისმებოდა და რა უნდა მოხდეს ასეთ დროს? რა ვიცი, კანონს ხო ასრულებს პოლიციელი, კანონს ხო ასრულებს დაუშვათ იქ სახელმწიფო წარმომადგენელი. მოსამართლეს რა შეუძლია გააკეთოს? მოსამართლეს რა შეუძლია გააკეთოს? რა შეუძლია მოსამართლეს შეუძლია ის თქოს, რომ იმ კანონის ფარგლებში თვითონ განმარტოს კანონი. ამის უფლება ხო არ აქვს პოლიციას რომ განმარტოს კანონი, ხო? ამიტომ ვამბობთ, რომ ეს საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მოსამართლეს აი ეს ფუნქცია აქვს. კიდევ გარდა იმისა, რომ უნდა იცოდეს განათლება თვითონ მოსამართლეების ნაწილს თუ არის მის ეს რომ მას აქვს ამის უფლება საზოგადოებას ვინ უნდა გააგებინოს? რატო არ ესმით, იცით? იმიტომ არ ესმით, რომ ეს რო გაიგონ, ეს ხდება დასჯადი. ამის გაგება ხდება დასჯადი. ანუ მოსამართლე როდესაც იგებს რომ შეუძლია და შეიძლება კარგათაც იცოდეს, მაგრამ ასე რომ განმარტოს ის კანონი, რაც გასამარტია, ის აუცილებლად რაღაცაში შემდგომ წინ დახვდება. აი ეს იყო რადგან ახსენეთ დასჯადი. მოსამართლე არ არის ჩვეულებრივი საჯარო მოხელე, რომელსაც როცა უნდა გაათავისუფლება. ხო, იქ სპეციფიური პროცედურა არსებობს, რთული, ყოველ შემთხვევაში ფურცელზე ასეა. რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს მოსამართლის პასუხისმგებლობა. ასევე, მეტნაკლებად გარკვეულმა ადამიანებმა იციან, რომ თავისი გადაწყვეტილების გამო, თუნდაც ეს გადაწყვეტილება შეცდომით იყოს გამოტანილი და არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთოს კანონს მოსამართლემ, არ შეიძლება ის ამის გამო დაისაჯოს. ამისთვის არსებობს ზემდგომი ინსტანციები, რომლებსაც შეუძლიათ ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილება გამოასწორონ, შეცვალონ, რადგან მათ აქვს უფრო მეტი გამოცდილება, სხვაგვარი განმარტების უფლებამოსილება, შეიძლება მეტი კომპეტენციას და ასე შემდეგ. რა იყო წლების წილში ბარემ მომიყევით ახლა ყველაფერზე ასე ვლაპარაკობთ. რა იყო სხვადასხვა დროს აი ეს მექანიზმები დასჯის, რომელმაც მოსამართლეები ასე შეაშინა. და მეც ვიტყოდი, რომ მეც მინახავს ადამიანები, რომლებიც მათი ბიოგრაფიის გარკვეულ პერიოდს ისე იხსენებენ, როგორც ბავშვობის უმძიმეს ტრამვას, რომელთან დაბრუნებაც არ სურთ. მიუხედავად იმისა, რომ არც დღევანდელი არ მოსწონთ, შეიძლება რაღაც კონკრეტული გამოცდილება მათ გვაქვს სხვადასხვა დროს მომხდარი, ახლა მარტო ერთ ხელისუფლებას რო არ მივაწერო. იყოს იმდენად ტრაუმული და იმდენად ძიმე, რომ მასთან შედარებით ყველაფერი დანარჩენი მოეჩვენოს უკეთესი. და ყველაფერი ცხოვრებაში შედარებითია მოგეხსენებათ. რა იყო? აი ეს დასჯის მექანიზმები, რომელმაც ასე ის მოსამართლეებიც კი ვთქვათ, რომლებსაც ჰქონდათ ცდილობა, რომ ყოფილიყვნენ ნამდვილი თანამედროვე არასაბჭოთა მოსამართლეები, მაინც შეუკრა მათ ხელფეხი. ხო, ალბათ სხვადასხვა ორი სახის შეიძლება იყოს ეს, ლეგალური და არალეგალური, ხო? არალეგალური. ახლა რაღაც შანტაჟზე, რაღაცაზე ისაუბრეთ, არასწორი დავალებების შესრულების გამოპასუხის მოთხოვნა, ეს გასაგებია. პირადი ცხოვრების კადრებით შეიძლება გამოქვეყნდეს უცებ მოსამართლის, არაფერი აქ არ იქნება გასაგები. თან ჩვენ საუბრობთ იმ პერიოდზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, როდესაც კორუფციის მასშტაბი თუ
არ მთლიანად თუ არ აღმოიფრო, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიცვალა სასამართლო სისტემაში და ვთქვათ, ეს არ არის 90-იანების სასამართლო, სადაც ფულით მოგვარება ერთ-ერთ ოფიციად განიხილებოდა მხარის მიერ, ხო? ჩვეულებრივი ამბავი იყო და პირველი რეფორმის შემდეგ, რომელიც შევარდნაძის დროს დაიწყო, ადამიანებში შეიცვალა ეს აღქმა. ფულით ასე პირდაპირ არ მიდიო, ვიღაცები ალბათ მიდიოდნენ, მაგრამ რიგითი ადამიანები სასამართლოში ფულით აღარ მიდიოდნენ. ანუ კორუფციის დონე მინიმუმ ბევრად უფრო დაბალია. მაშინ რითი აშანტაჟებდნენ ამ ადამიანებს, ან რითი აშინებდნენ ასე ძალიან სხვადასხვა პერიოდში. აი ეს რო შევკრიბოთ ახლა მარტო ჩემი შტაბეჭდილებები და მოსაზრებები რო არავის მოახყვიოთ, ან უბრალოდ რომ შევკრიბოთ ბოლო პერიოდში რაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციები გვაქვს. ჩვენ გვახსოვს მაგალითად უზენაის სასამართლოს მოსამართლის მიერ საჯარო განაცხადი გაკეთებული, როგორ აიძულებდნენ მას რაღაც გარკვეულ ქმედებებს. არ ვიცი. ტყუის ეს ადამიანი შეიძლება ტყუის, ყოველ შემთხვევაში არავინ არ დაინტერესდა. არავინ არ გამოიძია ეს საქმე, იმიტომ პირდაპირ დანაშაულებზე მიუთითებდა და ამ მხრივ არის დუმილი, უბრალოდ რამდენიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადა, რომ რაღაცა ეს არ არის მართალი და ასე შემდეგ და თვითონ იმ პირებმა ვის სახელსაც ახსენებდა. არაერთი სხვა კიდევ ყოფილი კოლეგის მიერ, რომელიც ამბობდა მაგალითად როგორ ერთი საქმიდან მეორეზე როგორ გადასვეს ძალით, ერთი პალატიდან მეორეზე როგორ გადაიყვანეს, იმიტომ რაღაც საქმეებს აცდენილიყო და ასე შემდეგ. სულ ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე ერთ-ერთი მოსამართლისგან, ეს არის ბატონი, რომელმაც საარჩევნო დავა განიხილა, რომ თურმე მას არ აყავს თანაშემწე. არ ვიცი. ესეც ერთგვარი ბერკეტია, ხო თუ არ აყავს თანაშემწე, თუ გაქვს ბევრი საქმე, ძალიან მარტივად შეიძლება რომ აი ამ ირიბი გზით მიხვიდე იქამდე რომ დისციპლინური დევნის დაუშვა შეცდომა. ხო, დაუშვა შეცდომა და შემდეგ აღმოჩნდა დისციპლინური დევნის სხვერპლი. გაგახსენებთ რომ თუ არ ვცდები 3-მა თუ 2-მა უზენაეს სასამართლოს მოსამართლე განცხადება დაწერა და გადადგა. ეს აბსოლუტურად არასაჯარო გაუგებარი მიზეზია. გაუგებარი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს ბადებს. ჩვენ ხო არაფერს არც ვამტკიცებთ, არც უარყოფთ. ანუ ეს ყველაფერი ნაბადებს კითხვის ნიშნებს, რომ აი თუ ეს მექანიზმები არ მუშაობს, მობეზრდათ ამ ადამიანებს, აი ეს ნაწვალები უზენაეს სასამართლოს, ხო რა უნდა ეკეთებინათ? თან იფიქრეს, გაიარეს ამ ყველა კონკურსი, კარიერულად ისე ერთ-ერთი მათგანი საერთოდ შიდა იყო დაწინაურებული. ასე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე საჯარო მოხელე გახდა და თვითონ დატოვა ეს პოზიცია. თუმცა სამართალთან კავშირს ინარჩუნებს ეს ადამიანი და დღესაც არაერთ ტრენერს ატარებს და ახალგაზრდებთან მუშაობს. ანუ ეს ჩანს რომ არსებობს რეალურად ესეთი ბერკეტები. გარდა ანუ კანონისმიერი ბერკეტებზეც ალბათ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ის ცვლილებები, რაც ჩვენ 2013 წელს ვისაუბრეთ, და სხდომების ღიაობა, მაგალითად მოსამართლეების აი ესე უვადო დანიშნა, მივლინებით გადანიშნა, გადაგონიშნა და თანხმობის გარეშე აქეთ-იქით გაგზავნა კოლეგიიდან კოლეგიაში გადაყვანა. აი ეს ყველაფერი სხვადასხვა ძალიან კარგი ცვლილებები იყო ამ 4 ტალღის პარგლებში. მე მუშაობდი მაშინ პარლამენტთანაც ქონდა კონსულტაციები და ძალიან კარგად თანამშრომლობდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის და ბევრი რაღაცა სასიკეთო ცვლილება იყო გადაალი. მაგრამ მე თვითონ ეს 4 ტალღა რომელიღაც მიქცევამ თუ მოგცევამ ერთ დღეს გაანადგურა. მე მგონი მხოლოდ პირველი ტალღა იყო, ახლა ეს არის ესეთი მამაში თუ შევალთ ამ თემაში ძალიან პირველი არ იყო, რატომ ვიტყვით? პირველი ტალღა იყო ის, რაც მაგალითად ჩვენ პირდაპირ იუსტიციის სამინისტროს თხოვეთ, ჩვენ გულისხმობ იმ ჯგუფს, რომელიც საჯარო არჩევნებში ვიღებდით მონაწილეობას და ეს ცვლილებები თხოვეთ და ძალიან ბევრი რაღაც გაითვალისწინეთ პარლამენტმა მიიღო, რომ შეგახსენეთ. მეორე ტალღა იყო უბრალოდ კონსტიტუციის გამოძახილი ამ 3 წლიან სხვათა შორის მაგას არ ვეთანხმებოდით და უადოს პრინციპს აპრობაციო ვადას ხო გახსოვთ ეგ ამბები ეგ იყო. მესამე ტალღა იყო ძალიან კრიტიკული, აი მაშინ, როდესაც მე რომ თქვი, რომ ხელისუფლების შეცვლიდან პირველი 2 წელი გავიდა და უკვე მეორე ვადით პარლამენტი მოვიდა და აი მაშინ მესამე ტალღიდან უკან დაიწყო ყველაფრის წაღება და ბოლოს რა ვიცი უკვე ტალღებიც აღარ ერქვა რაღაცა ცვლილებებით ის სიკეთეები, რაც აი ეს ეტაპ-ეტაპ ხდებოდა, ფაქტობრივად მესამე ტალღიდან მოხდა მისი
უკან დაბრუნება და უკან წაღება. რაღაცა ნორმატიული ჩანაწერები დღესაც არსებობს, მაგრამ ფაქტობრივი სიტუაცია ამის მიღმა კიდევ, ხო, როგორ მოხდა შიგნით სისტემის გაძლიერება იმ ადამიანებით, ვინც რატომღაც ყველა ხელისუფლებისთვის სანდო დასაყრდენი აღმოჩნდა, ეს კიდევ სხვა არის ის, რომ აი ეს კანონის ჩანაწერები ზუსტად მუშაობს. არა ისე, რომ რიგით მოსამართლეებმა დაუშვათ უფრო მეტი გაბედულება შეიძინან, არამედ პირიქით, რომ მათ წინააღმდეგ მოხდეს რაღაცა ბერკეტების გამოყენება. კომპეტენცია. მესმის, რომ შეიძლება ცოტა გაგიჭირდეთ თქვენს კოლეგებზე, ყოფილ კოლეგებზე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კომპეტენციაც არის სასამართლოს პრობლემა. მათ შორის იმიტომ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ამ სისტემაში არ ხვდება სათანადო მრავალფეროვანი გამოცდილების გავლის შემდეგ. შეიძლება ისინი არც სხვაზე უნიჭოები არიან და არც სამართლებრივი ცოდნა არ აქვს, თქვათ, კანონების ცოდნა არ აქვს სხვაზე ნაკლები, მაგრამ დიდწილად დღევანდელი სასამართლო არის დაკომპლექტებული შიდა კადრებით. და მე ამას ყოველთვის პრობლემად ვხედავდი. ერთი მხრივ რომ შეიძლება უცხო თვალით ეს გამოიყურებოდეს როგორც დაწინაურების სისტემა, რომ ადამიანმა გაიარა ყველა ეტაპი, დაიწყო სხდომის დინობიდან და გახდა მოსამართლე და ძალიან ლამაზად შეიძლება გამოიყურებოდეს ფურცელზე. რეალურად, როდესაც ჩვენ მოსამართლეების დიდ ნაწილს ამ გზით ვიღებთ, ეს ნიშნავს მათ სისტემისადმი ერთგულებას, მათ ყოფილი უფროსებისადმი ერთგულებას და მორჩილებას, ვერასოდეს დიდი ნაწილი ვერ გამოდის იმ როლიდან, რომ ისინი ჯერ კიდევ მათი უფროსი კოლეგების მის დაქვემდებარებაში იყვნენ, მათთან შედარებით რაღაცნაირად ახალბედები არიან და მოწიწებით ელაპარაკებენ. მე ჩემ თვალითაც მინახავს სამწუხაროდ ეს არადეკვატური მოწიწება, მოსამართლისთვის შეუფერებელი მოწიწება უფრო სწორად. და სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქალებია ქართულ სასამართლო სისტემაში უმრავლესობა და რაც ერთი შეხედვით ქალებს რო შეიძლება გაგვიხარდეს, მეორე მხრივ ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ სისტემის შიგნით კაცებმა ვერ გაძლეს იმდენი ხანი საკმაოდ ცუდ პირობებში ემუშავათ დაბალ ხელფასებზე და ისეთი ოვერთაიმებით ურეჟიმო დროით, რომ მოსამართლეობისთვის მიაღწიათ. ნუ ეს ახლა სხვა თემაა. მაგრამ მოკლედ ძალიან ბევრი მიზეზია, რის გამოც სასამართლოს შემადგენლობის კომპეტენცია ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებს კრიტიკის ზღვარს. ეს არა კომპეტენტურობა, ასევე არის დამატებით რისკ ფაქტორი, რომ ისინი იყვნენ უფრო მოწყვლადები, დაუშვან მეტი შეცდომა და არ იყვნენ დამოუკიდებლები. რომც არსებობდეს სამართლებრივი ბევრი გარანტია მათი დამოუკიდებლობისთვის და დღეს ახლა ფორმალურად უკეთესი ხელფასი, უფრო მეტი დაცვის სისტემა გაწერილი კანონში, რომ ასე არ შეიძლება გაათავისუფლო ისე ვითომ, მაგრამ რეალურად მათ აქვთ ასეთ ადამიანებს თუ ესენი კრიტიკულ მასას წარმოადგენენ, აქვთ რისკი, რომ დაუშვან შეცდომა და უბრალოდ ვერ მიიღონ ისეთ გადაწყვეტილებები, რომლის გამოც შეიძლება მართლა უკვე პასუხი არ მოეთხოვოთ. რა უნდა ეშველოს აი ამ სხვადასხვა პრობლემას კომპეტენციით დაწყებული კეთილსინცერებით დამთავრებული. ალბათ ჩვენ უნდა ნახო პირველ რიგში არ მიჭერს ხოლმე ყოფილ კოლეგებზე, იმიტომ რომ კომპეტენცია იმ დროის სასამართლოსი, ნუ მეტნაკლებად, აი ახლა რა თქმა უნდა, იყო არაკომპეტენტურიც, იყო ნაკლებად კომპეტენტური, ძალიან კომპეტენტურიც, მაგრამ საერთო სურათში 2012 წლის მდგომარეობა ძალებით სასამართლოს კომპეტენცია, ასე ვთქვათ, არ უჭირდა. მან მაგ დროს სულ სხვა პრობლემა ჰქონდა სასამართლოს. უბრალოდ თქვენი კითხვა ახლა მე მესმის, იმიტომ რომ გარეთ საზოგადოება საერთოდ ვერ იგებს რა პრობლემაა სასამართლოში. კომპეტენტურობა, იურისტებიც კი ვერ ნახულობენ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომ შეაფასონ ეს ამდენად კარგად არის დაწერილი, ცუდად. ეს აერთმევს შანსს კარგ მოსამართლეს, რომ მისი გადაწყვეტილებები საჯაროდ გახდეს ცნობილი და გახდეს, ანუ გამოირჩეოდეს მასისგან და ასევე დაცვის ფარს უქმნის არაკომპეტენტურ მოსამართლეს, რომლის გადაკოპირებული გადაწყვეტილებები, რომ გასაჯაროებულიყო, ის უბრალოდ საზოგადოების ეწოლასაც ზეწოლით შეიძლება ვერ გაეძლო, ისეთი გაკეცხვის საგანი მომხდარიყო, მაგრამ ამას ხო ტაბუ აქვს დადებული. და სიმართლე გითხრათ, ვერც გაიგებთ გადაწყვეტილება, რომ იყოს ხელმისაწვდომი, ძალიან რთულია მოსახსნელია იქ, რომ ეს მოსამართლემ
არ იცოდა რა მე არ ესმოდა სამართალი თუ რაღაც ზეწოლის ქვეშ იყო და ასე უბრალოდ დაწერა ანუ არაკეთილ სინდისია ფიქრობდა სხვას და დაწერა ესე და სულ არ აინტერესებს თუ მას არა კომპეტენტურს დაუძახებენ იმიტომ რომ ინარჩუნებს იმ პოზიციას სადაც არის ამიტომ რომ ყველაფერს უნდა ეშველოს იმით რომ რაღაცა უნდა გათავისუფლდეს სასამართლო უნდა განთავისუფლდეს სხვანაირად ვერაფრით ვერ ეშველება. მაგრამ აი ვერ გასგულისხმობს ამ გათავისუფლებაში. ნახეთ, მე ჩვენ ბევრჯერ ვაწყდებით, რომ მოსამართლეები, მოქმედი მოსამართლეები ამბობენ, რომ ჩვენ ასეთი თავისუფლები არასდროს არ ყოფილვართ. არ ვიცი რას გულისხმობენ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, რომ პროკურორი ისე თამამად აღარ ურეკავს, ან საერთოდ აღარ ურეკავს იქნებ. იქნებ ეს მათთვის ეს საკმარისია და თქვენ რას გულისხმობთ ამ გათავისუფლებაში? ვის განაგარ იყოს საკმარისი, რას თქვენ თქვით? ეგ არ არის თავისუფლება. მე დღეს უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე გუშინ ვიყავი და გუშინ წინ კიდევ უფრო მეტად თავისუფალი და ყველა შეიძლება ნაკლებად. ეგ საერთოდ არ მესმის რა არის. ანუ მოსამართლე თავისუფალი არის, როდესაც ის რჩება მარტო თავის თავთან, კონსტიტუციასთან, კანონებთან და ღმერთთან. აი მაშინ არის თავისუფალი. თავის სინდისთან, ხო? თუ მას გარე სხვადასხვა ფაქტორები რაღაცას უქმნის და თვითონ აი ადამიანი დავანებოთ ახლა იურის და მოსამართლეს თავი, ხო? ადამიანი არის თუ არა მოწყვლადი გარე ზემოქმედების მიმართ. არ ვიცით, ხო? ხვალ შეიძლება ვიღაცა გახდეს, ახლა ძალიან ცუდი შედარება ამასთან არანაირ კავშირში არ არის, უბრალოდ ჩვენ როდესაც ბავშვებს ხომ ვეუბნებით, რომ შენ თუ მიხვდი რომ ვიღაცა შენზე ძალადობს ან რაღაცა ხელით შეგეხო, შენ უნდა შეძლო რომ ამას შეეწინააღმდეგო ბევრი დასრული ადამიანიც კი ამას ვერ ახერხებს, ხო? ჩუმად არის. ანუ თუ თვითონ არ შეუძლია თავის რაღაცნაირად დაცვა, მაშინ მას არ აქვს სამართლო უნარები. არ არის ჩვენი ქვეყანა გავითარების იმ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის დემოკრატია და ინსტიტუტები გავითარების იმ ეტაპზე, რომ მარტო იმას ველოდოთ, რომ აიცით რა გარედან შეიქმნება რაღაცა საბუმბულე და საბალიშე, ასე ვთქვათ, გარემო, სადაც ჩვენ იქ ვერაფერს ვერ გაგვიბედავს. გარეთ ხო არა გვაქვს ასეთი სპექტრი, ხო არა გვყავს არც პოლიტიკოსების სპექტრი, არც საზოგადოების სპექტრი, თვითონ გავლენები, ხალხს როგორ მოსწონთ გავლენები, აი დღეს რო დადიან ნარუშილოვკებით, ხო მოსწონთ ეს. ხო უნდათ რომ ასეთი ზემოქმედება მოსამართლეზეც გქონდეთ. ასეთი ადამიანი ხო ყოველთვის გამოჩნდება, ვისაც მოუნდება მოსამართლესთან არაჯანსაღი კომუნიკაცია. მან თუ ეს ვერ გადალახა თავის თავში და რაღაცნაირად ამას ვერ გაუმკლავდა. არ ვიცი, შეიძლება მოუწიოს პოზიციის დატოვება, შეიძლება მოუწიოს დაკვეთე დიდი განსაცდელის წინაშე დადგეს და არაერთს გაუვლია კიდეც ეს გზა. სხვათა შორის იმ 90-იანებშიც ჩვენ გვახსოვს, რომ ყავდა ასეთი ადამიანები, ხო? გათავისუფლდეს ამას ვამბობ, რომ უნარჩვევები თავისუფალი ადამიანებით უნდა იქნეს ის და ეს სასამართლო სისტემა დაკომპლექტებული, რომელიც შექმნის რაღაცნაირად თავისუფალ მედეგ უნარიანს, მედეგ სისტემას, ხო, რომელიც გაუძლებს რაღაცა ზეწოლას, რომ ასეთი იყოს. ყველა ქვეყანაში არის სასამართლოზე გავლენის ცდუნება სხვადასხვა ელემენტარული ბიზნესისთვის, მაგალითად, სრულიად წარმოუდგენელია ახლა, რომ რაღაცა კონდეს ეს შესაძლებლობა და არ გამოიყენოს, ხო? როდესაც რაღაც დიდ თანხებს და კორპორატიულ რაღაცას ეხება დავა, ალბათ ბევრი ბიზნესმენი ცდილობს ამას, რა თქმა უნდა. ყველა ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყნებშიც იქნება ასეთი რაღაცა, მაგრამ ამას რა უდგას წინ, ამას უდგას წინ თავისუფალი უნარჩვევებით და განათლებით აღჭურვილი პროფესიონალი ადამიანი. აი თუ ასეთებით დაკომპლექტდება, რა თქმა უნდა. როგორ უნდა დაკომპლექტდეს ასეთებით? აი ჩვენ ხომ თქვენს პოლიტიკას მოსამართლეთ არჩევნებში. მე თქვენი აზრი მაინტერესებს. ჩვენი ვერსია რა თქმა უნდა, ხო, გვიფიქრია. არ ვართ, აგერ უკვე სამ ხელისუფლებას მინიმუმ ჩვენი გამოცდილებით მოვესწარით და სხვადასხვა მცდელობას რეფორმის სხვადასხვა ტალღებს ასე დანიშნვას, ისე დანიშნვას, ასე დატრენინგება, ასეთი ადამიანებთან ყველა მეთოდი, ასე ვთქვათ, ვნახეთ. შეიძლება სხვისი ხელით გაკეთებული, მაგრამ ვნახეთ. მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც გავეცანით, ვნახეთ მოსამართლეების შემოწმების მექანიზმები, ესენ ვიკვლიეთ, ეს ხომ არ გამოგვადგება. მაინც ვერ ხედავ, რომ ისეთი უნივერსალური რეცეპტი რადიკალური ცვლილებების გარეშე ჩვენ გამოგვადგეს, იმიტომ რომ მე აღარა მაქვს ვარდისფერი სათვალეები პირადად, რომელიც 2003-ში მეკეთა და როგორც კი ჩემი ერთ-ერთი ლექტორი დაინიშნა მოსამართლედ, მაშინვე მოვიხსენი სასამართლოს მიმართ, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა იმ კომპეტენციის და იმ მოწყვლადობის სიტყვა არ მიყვარს, გამოვიყენებ ქონი ადამიანი სასამართლო სისტემაში წასულიყო და ის როგორც კი მოეწერა მის დანიშნას ხელი, მე მაშინვე მივხვდი რომ ეს ყველაფერი მარტივად არ იქნება, როგორც მე წარმომიდგენია.
ასე მოხდა შემდეგ ტალღაზეც 2012-ში ხო ნაკლები, მაგრამ გარკვეული ილუზიები მაინც ჰქონდა. აგერ თქვენ 2013-ში შესაძლებლობების ფანჯრის გამოყენება გსურდათ და მე გაფეილდეთ, მაინც არ გამოვიდა, ხო? რა უნდა შეგვიქმნას? ან თქვენ რა გიქმნით იმის რწმენას, რომ თუ გაჩნდა პოლიტიკური ნება, ან რაღაცა ისეთი ნება თუ არა, ცვლილების ისეთი ტალღა, რომელიც აიძულებს შემდეგ ხელისუფალს, რომ რაღაცა გააკეთოს, იმიტომ რომ აი ამის მოთხოვნა, თუნდაც ვიწრო ჯგუფში, მაგრამ მაინც არსებობს. ხომ არის რისკი, რომ ისევ არასწორად გამოვიყენოთ. ჩვენ ხო ბევრჯერ დავუშვით ეს შეცდომა. და ბევრჯერ ვერ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობების შანსი. ხან ვიღაცის ვიწრო მერკანტილური ინტერესების გამო, ხან უბრალოდ გულუბრყვილობის გამო. რა შეიძლება ახლა გავაკეთოთ? აი ამასაკის ადამიანებო, რომელსაც ამდენი გამოცდილება დაგვიგროვდა და ამდენი იმედგაცრუება, რა შეიძლება სცადოს სხვაგვარად? ხო, პირველ რიგში ალბათ უნდა შევეგუოთ იმას, რაღაც ჯადოსნური ჯოხით ეს არ მოხდება, ერთი ჯოხის შეხებით. მე ყოველ შემთხვევაში ამის რწმენა არ მაქვს. ახლა იცით, რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ამათ გავყრით და უცებ ახლებს მოვიყვანთ და რაღაც ასეთი დაპირებები, სიმართლე გითხრათ, ცოტა სკეპტიკურად უყურებ ამას. ეს ასე ვერ მოხერხდება და ვერ მოხდება. ყველაზე ისეთი კარგი შემთხვევა არის, რომელიც ამიტომ ერთ დღეში და ორ დღეში ამის პერსპექტივას, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ. ყველაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება უნდა იარსებოს. პოლიტიკურმა ნებამ უნდა იარსებოს და უნდა იყოს სამართლიანი მიდგომა თავად მოსამართლეების მიმართ. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი და თუ ვინმეს გადაცდომა აქვს ჩადენილი, მას სამართლიანად უნდა მოეკითხოს. ამიტომ აი ამ ყველაფრისთვის აუცილებელია, რომ რაღაც სათავეებში მოხდეს სამართლიანი ადამიანები. მე არ ვამბობ, მე ვიცი, რომ ზოგადად სისტემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გარდასახვაშიც და ცნუნებაშიც და ყველაფერში, მაგრამ მე არ ვამართლებ ადამიანებს სისტემის მანკიერებით. მოდი ასე სუბუქად ვიტყვი, ხო? ამიტომ თუ მოხდება თვითონ, აი თქვენ რა ვერსიაც გაქვთ, რომ მოდი მოქალაქეებმა თვითონ აირჩიოთ. მოდი მოქალაქეებმა იქნება აირჩიონ ისინი, ვინც მოსამართლეებს აირჩევენ. ხო არ იქნება უფრო დაუშვათ დამცავი ფარი იმის, რომ კომპეტენციაც იქნება და რაღაც პოლიტიკურ პროცესებში ჩამოშორდებიან და ეს საარჩევნო მარათონებს და საკითხებს. არის რაღაცა გამოცდილებები, ჩვენ გვქონდა სახელმწიფო მართლობაში სასამართლო, ჩვენ გვქონდა მართლ უმრავლესობაში უკვე დემოკრატიული პერიოდის დროს სასამართლო და რა თქმა უნდა არ იქნება ურიგო რომ ნახოთ საზოგადოების მიერ შერჩეული სასამართლო. ოღონდ უფრო ალბათ რაღაც არაპირდაპირ გზას ავირჩევდით. და დანარჩენი უნდა მოხდეს მხოლოდ თვითწმენდით. ანუ როგორც კი ჩვენ დავუშვებთ რაღაც ესეთ როგორ თქვა კონსტიტუციისგან რაღაცა გადახვევის ხო ჩარევებს რა თქმა უნდა ჩარევა უნდა იყოს მტკივნეული არ იქნება მსუბუქი მაგრამ ამით აი არ უნდა მოხდეს იცით რა სისტემის ერთიან დაშლას აი ამის ბოროტა მე გაგახსენებთ ახლა რატო ვამბობ იმიტომ რომ გამოვიარეთ თქვენ გახსოვთ მართლმსაჯულების კომისიის შექმნას აპირებდა ქართული ოცნება 2012 წელს მოსვლის პერიოდში შესაძლოა შიგნით მოსამართლეები სულ არ იყვნენ ამის წინააღმდეგი ერთმანეთთან საუბრებში აი ხო ერთმანეთთან საუბრებში არ იყვნენ იმიტომ რომ იცით რა იყო ნუ აი ხო გადაწყდეს ბოლოს და რაღაცა გადაირჩეს თეთრი შავი რა იყო როგორ იყო ვიღაცამ რაღაცა თქვას რა პრობლემა იყო ხო ასეთი სკივის არ ქონდათ დიდად წინააღმდეგობრივი განწყობა მე უკვე ნუ რა თქმა უნდა საჯაროდ ამას ასე არ აფიქსირებდნენ თუმცა საერთო ჯამში პირადად მეც ვიყავი ამ კომისიის წინააღმდეგ იმიტომ რომ უკვე გაჟღერდა რაღაცა გვარები ამ კომისიაში ხვდებით ხო ანუ ეს კომისია თვითონ გახდა უკვე საერთო ხო მიკერძოებული გახდა რაღაც აი უკვე რაღაცა სახელის ხელისუფლებასთან აფილირებული ეს შეიძლება არც იყო რეალობასთან ახლოს მაგრამ ხმები აი ამის შესახებ და უკვე რაღაცნაირი ნიჰილისტური განწყობა გაჩნდა ანუ სამართლიანი პროცესების მიმართ არ არსებობს ადამიანის ბუნება ყოველთვის ბოლოს სამართლიანი პროცესების მიმართ რაღაცნაირ მიმღებლობას ინარჩუნებს ხოლმე. ალბათ ეგ არის ზოგადად ჩვენ რისი იმედიც გვაქვს და დანარჩენი აი ყველა
ყველანაირ სფეროში, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართაც. და ჩვენ ხო ხედავთ ახლა რომ ადამიანები რომლებიც სულ არ იყვნენ აღშფოთებულები რაღაც სასამართლო გადაწყვეტილებებმა გამოიწვია მათი აღშფოთება. ისინი სწორად შეძლენ არც იურისტები არიან, ხო, განცდა აქვთ უბრალოდ სამართლიანობის. ასეთივე განცდა აქვთ მოსამართლეებსაც, მათ შორის იმ მოსამართლეებთან ვის მიმართაც რაღაცა პრეტენზიები არსებობს. ნუ ეხლა მართალია შიდა იმით ხდება და თქვენ რაც აღნიშნეთ ეს სუბორდინაციული კულტურის შეტანა სასამართლოში შემთხვევითი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ალბათ ძალიან კომპეტენტურები არიან, იქ დიდი გამოცდილება აქვთ ყოველ შემთხვევაში მოსამართლე თანაშემწეებად თუ სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის, მაგრამ უყურეთ, ეხლა დიდი ყურადღება ექცევა უკვე აი ამ სუბორდინაციული ჯაჭვის შენარჩუნებას. ეს არის თავისუფლი ჩემი აზრით და ასევე ისიც არის კიდევ ერთხელ გავიგე, ისიც რომ 7-მდე ეს არ იყო თქო, იმიტომ თქვი, ისე როგორც არ იყო 13-დან 15-მდე პერიოდში, ხო? სხვა რაღაცაზე ხდებოდა ტრენდი, ანუ მე ხა ბოლო უკვე ყოველკვირეულ რეჟიმში ნამდვილად აღარ ვადევნებ, აზრიც აღარ აქვს კონკურსებს იუსტიციის საბჭოში, მაგრამ ნუ გახსოვთ ახლა როგორ ახლოდან დიდი ლუპით ვაკვირდებოდით ამ პროცესების განმავლობაში და ნელ-ნელა ჩემს თვალწინ შემცირდა გარედან აპლიკაციების რაოდენობაც კი, არათუ დანიშნული მოსამართლეების, რომლებიც სისტემის გარედან მოვიდნენ. როგორ აფასებთ, რომ შემცირდა? გარედან? არა, კარგი როგორ შეიძლება ეს? კარგია, იცით რატო არის კარგი? ანუ ბევრს არ უნდა იმ ოფაში მოსამართლეობა. ეს სხვა საკითხი ხა თქვენ მიმართეთ მეგონი, ხო? ერთი-ორჯერ კონკურსში. მე გავედი კონკურსში, იმიტომ რომ მე იმ კონკურსში უნდა გავსულიყავი აუცილებლად. მოსამართლის პოზიციაზე ხელახლა მიმართლეობა, მაგრამ არ მინდოდა ისეთი მოსამართლეობა, როგორც შემეძლო რა ძალიან მარტივად მომეპოვებინა. და მე მიხარია რომ დღეს ადამიანები აკლდებიან ამას. რა ვიცი, ეგოისტურად შეიძლება რომ ჩემ აზრზე არიან და არ შედიან. აი თქვენ გადახედეთ უზენაეს სასამართლოში პირველი რეფორმა რომ მოხდა ახალი წესი და აბა იმ სიას გადახედეთ. იურისტები ხო ერთი მუჭა ხალხი ვართ და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ კომპეტენციითაც და ყველაფრით ხო საქართველოში. გადახედეთ იმ სიას და გადახედეთ შემდეგ სიებს. რა თქმა უნდა, კი ესენზე პირად ვიცი და ზუსტად ამას ვამბობ. ჩაიკეტა, სრულიად ჩაიკეტა. ის ადამიანები ჩემთვის არიან პატივსაცემები, ვინც იყვნენ იმ პირველ სიაში და მეორე და მესამე უბრალოდ აღარ არა იმიტომ რომ ხელი ჩაიქნიეს, იმიტომ რომ უბრალოდ მიხვდნენ რაზე უნდა წასულიყვნენ. ხო ხდებით? აი ამიტომ თუ ის ადამიანი ამაზე უარს ამბობს, ის მას ყოველთვის რა ვიცი, თუ ექნება სურვილი ისე იქ დაბრუნების და დადგება ნორმალური სასამართლოს პირობები, ნამდვილად იქ მივლენ და ყოველთვის იქნება ეს ადამიანები ალბათ მხარდასაჭერი, ხო? იმიტომ რომ არ დათანხმდნენ იმ შემოთავაზებაზე, რა წინაპირობებსაც აყენებენ ზოგადად. ამიტომ ერთად თქვენ კი სკეპტიკურად უყურებთ ამ საკითხს და თქვით რომ თუ ხალხს და საზოგადოებას მირჩევთ არჩევანის უფლებას, მე მირჩევნია რომ შუალედური რგოლი აერჩიონ, ვინც შემდეგ მოსამართლეების კომპეტენციას შეამოწმოს და ეს ხალხი აერჩევს, მაგრამ აი აქ იკარგება ის შესაძლებლობა, ჩემი აზრით, რომელიც იურისტს ან რაღაც საქმეზე შეიძლება არა იურისტსაც ხო როგორც ინგლისშია, რომელიც სისტემის გარეთ არის, აქვს თავისი რეპუტაცია, საზოგადოებაში იცნობენ, მაგრამ მას არ უნდა რომ აი ეს გაიაროს და სრულიად განწმენ და მე მაინც გონია რომ შესაძლებელი არასდროს არცად ქვეყანაში არ არის სუბიექტურობისგან დაცლილი და თუნდაც პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილი არასდროს არ არის. ახლა ამერიკაშიც კი სადაც პოლიტიკური პარტიები წარადგენენ, გუბერნატორები წარადგენენ, მე ხალხი ირჩევს ან კონგრესში გადის, იქაც კი ყოველთვის არის ხოლმე ეს მითქმა-მოთქმა, რომ აი ეს ამ პარტიის მომხრე, აი პარტიის მომხრე, თუმცა იქ იმდენად კარგად აბალანსებენ ერთმანეთს ზოგადად სისტემაც და პარტიებიც და ჩვენგან განსხვავებით 16 წელი არ არის ხოლმე ერთი პარტია ხელისუფლებაში, რომ ეს შესაძლებელს ხდის იმას, რომ მაგალითად საკუთარი პარტიის მისი წარმოდგენი პარტიის გადაწყვეტილება გააუქმოს უზენაეს სასამართლოს იმ მოსამართლემ, რომელიც თქვათ რესპუბლიკელების ფლანგს მიეკუთვნება, ან დემოკრატების ფლანგს მიეკუთვნება და ამის წინააღმდეგ წავიდეს. ან ჩვენ ეს სისტემა არ გვაქვს და საუკუნეები თუ არა ათწლეულები მაინც დაგჭირდება. ამიტომ ის პირდაპირი ანგარიშვალდებულება, რაც შეიძლება გააჩნდეს მოსამართლეს მისი ამომრჩევლის მიმართ, რომელმაც ვერიფიკაცია უნდა გაუკეთოს მის თანამდებობას რაღაც რამდენიმე წელიწადში ერთხელ და რომელიც მან უნდა გაასამართლოს, მან უნდა გამოუტანოს გადაწყვეტილება. მე დამრჩა პირადად ბოლო იმედად, რომ მე ასე არ უყურებდი ამ საკითხს 10 წლის წინ ის რეფორმების ტალღები ხომ თქვენ აღწერეთ, ახსენეთ, მეც ვიყავი მაგის მონაწილე სამსახურებრივად და მეც მქონდა გარკვეული იმედები რაღაც ჩანაწერი შეიძლება არ მომწონდა, რაღაცა მეტად მომწონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმედიანი თვალით ნამდვილად უყურებდი, მაგრამ მე ყველა ეს იმედი გადამეწურა, ამიტომ
ბოლო იმედად დამრჩა ზუსტად ის, რომ არსებობდნენ მოსამართლეები, ან რაღაც არბიტრაჟის სისტემა არსებობდეს, სადაც მე შემიძლია ავარჩიო ვინ გადაწყვეტს ჩემს საქმეს და არა ეს რაღაცა რენდომული მოსამართლე, რომელიც ვიღაც არაკომპეტენტურმა, არაკვალიფიცურმა ადამიანმა არჩია, ან მიკერძო. საჯულების სისტემა ალბათ. საჯულების სისტემაც, ხო. საჯულების სისტემის გაფართოებაც ერთ-ერთი. რაც შეეხება ხა პარტიულ ხო, სხვათა შორის ამაზეც აი ორი სიტყვით მინდა აუცილებლად ეს თქვა. ესე იგი ჩვენ როგორ აი იურისტებმა მე მაგალითად ნოტარიუსი ვერ ვიქნები კოლეგებს ვთქვათ არ შემიძლია იმიტომ რომ ერთ ადგილას ჩაჯდომა მე ჩემია ვიყო ხალხში ხო ჩვენ ხო ვირჩევთ ჩვენ სამუშაო სად ვიქნებით სად მე არ შემიძლია ერთ ადგილას ჯდომა მე რაღაც ამბობს მე არ შემიძლია ადვოკატობა იმიტომ რომ რაღაც ბევრი სამოძრაოა და ეს არ შემიძლია მოსამართლეობა ყველას შეუძლია და რო კითხო რატომ იმიტომ რომ ხელფასია რაღაცა და სხვანაირი სტატუსია და არავინ არ ფიქრობს აბა მოდი როგორი უნდა იყოს მოსამართლე ერთ ადგილას უნდა იჯდეს ანუ სხვა თვისებები ხომ უნდა ქონდეს დღეს რომ ჩახედოთ და პრინციპში კი გემახსოვრებათ მოსამართლეს რო წერია ეგეთი მოსამართლე არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში კი არა სოფლიოში ეგეთი ადამიანი არ არსებობს რომ წითელზე არ გაუვლია სიგარეტი არ მოუწევია არ დაულებია ანუ რაღაცა აი ესეთი ხატი გამოიგონეს რომელიც ყველაფერზე სასამართლო დარბაზში დაიბადა და გაიზარდა. ხო, და ანუ დაიბადა იქ, გაიზარდა რაღაცა პორიტანული წესით იცხოვრა. აი, რაღაცა ასეთი ხატი არის მოგონებული და ეს ხო არა ამ ქვეყნიური და არა და თუ ასეა პრობლემაა ეს. პრობლემა არის, ეგეთი ადამიანი საერთოდ არ შეიძლება რომ დაინიშნოს. ახლა პარტიული მომხრე. დღეს მოსამართლეები პარტიების მომხრეები ხო არიან. მე მაგალითად ყველა არჩევნებზე მივიდივარ, რომელიღაც პარტიას რაღაც ნიშნით ვირჩევთ. უბრალოდ თქვენ არ იცოდით ეს გარეთ, ხო? ანუ დღეს ჩვენ გვატყუებენ. ჩვენ საქმეს ისე იხილავენ, შეიძლება ჩემ წინააღმდეგ ხმა კონდეს მიცემული არ ვიცით. ესე გამოდის. ამიტომ ამბობ, ნიშნულობა იმას კი არა ვინ ვისი მომხრეა. ნიშნულობა იმას არა ვის შეუძლია საკუთარ თავში რაღაცების დაძლევა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ეს არის პიროვნული უნარჩვევები, რომელიც ჩვენთან აი საერთოდ ბოლო ეტაპზეც აღარ მოწმდება. პიროვნული უნარჩვევებში ის მოწმდება, რასაც თქვენ აქვთ მორჩილება, სუბორდინაცია, კითხვებს არ უნდა სვავდეს, ინიციატივა არ უნდა გააჩნდეს, სიახლე არ უნდა უნდოდეს, რაღაცა ზედმეტად არ უნდა გამოძრავდეს. აი ეს არის პიროვნული თვისებებიდან ალბათ დღეს რაც მოწმდება. ხა არ ვიცი ვის მიერ მოწმდება, ალბათ ყველა ხვდებით ვის მიერაც მოწმდება, მაგრამ ნორმატიულად, ინსტიტუციურად ხო ეს ადამიანებმა რაღაცა კოლექტივმა, ადამიანების პროფესიული საზოგადოების, აი რაღაც ასეთი კომისიები, მე ვფიქრობ გაცილებით უფრო კარგ არჩევანს გააკეთებენ და დანარჩენი უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, თვითწმენდით, ვინც გაუძლებს თავისუფალ ყოფნას, ის დარჩეს. იმიტომ რომ ისინი, ვინცაც ჩვენ დაუშვათ რაღაცა ბევრი პრეტენზიები გვაქვს, ალბათ ვერ გაუძლებენ, იმიტომ რომ ძალიან ძნელია. თუ მთელი ცხოვრება მიჩვეულ ხარ, რომ ვიღაცამ უნდა რაღაცა ისე გატაროს, ხო, ადამიანისთვისება, როგორც კი ხელს გაგიშვებს, ეცემი. ამიტომ უნდა გაუშვათ ხელი, ვინც დაეცემა, დავეხმაროთ, რომ დაცემულად ღირსეული ცხოვრება გააგრძელოს, ოღონდ არა მოსამართლედ, დანარჩენებს მიცეთ ფართო გზა და თავისუფალი შესაძლებლობები, რომ თვითონაც განვითარდნენ, სიახლეებით შეიძინონ და რა თქმა უნდა, საზოგადოების განვითარებას ხელი შეუწყონ და ჩინოვნიკებზე არ იყვნენ დამოკიდებული. მინიმუმ არ შეუშალონ მაინც. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემას მოკლედ ეს არის სურვილები, რომელიც სულაც არ არის განუხორციელებელი. თუ საზოგადოება ამაზე შევთანხმდებით. იმედია მივალთ ამ ეტაპამდე და ეს უახლოეს მომავალში მოხდება და მოვესწრებით აი იმ წიფე ნაყოფს, რაც კარგი სასამართლოს თანდევი იქნება და ვნახავთ რეალობაში, ჩვენს რეალობაშიც როგორია, როდესაც ყავს სასამართლო, რომელსაც ენდობი, რომელიც იმედიც გაქვს. და რომელიც ჩვენთან ერთად არის გარკვეულ ბრძოლაში და მართლა ცხოვრების იმედს გაძლევს. მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, გულწრფელობისთვის, რა თქმა უნდა, ბევრი რამზე შეიძლება და საუბარი, მაგრამ ახლა 1 საათში ამდენ რამეს ვერ მოვასწრებდით, მაგრამ კიდევ შევხვდებით, იმედი მაქვს, რომ მეც სხვა ადამიანებსაც შევხვდები პერიოდულად, როდესაც ამ თემაზე ვისაუბრებთ და ისინიც თავიანთი რაკურსით ამ საკითხებზე ილაპარაკებენ და ჩემი მიზანი ისე ვამბობ არის, რომ საზოგადოების უფრო ფართო სპექტრისთვის გახდეს სასამართლოს პრობლემა საინტერესო, იმიტომ რომ სულ მაქვს ეს დანაკლისი, რომ არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელიც
პროფესიიდან გამომდინარე მტკივნეულად განიცდის სასამართლოს პრობლემებს, დანარჩენებისთვის ეს არის უფრო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სპეკულაციის თემა და ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს მართლა, თუნდაც არჩევნებზე, როდესაც არჩევანს აკეთებს, არ არის დაინტერესებული ამ საკითხით და რაღაც სხვა საკითხი უფრო ადარდებს, რომელიც ასევე სასამართლოსთან შეიძლება იყოს კავშირში, მაგრამ აი ამ კავშირს ვერ იჭერს და თუ ჩვენ მცირეწული მაინც შეგვიძლია შევიტანოთ ამ ცნობიერების ამაღლებაში, ასე ვთქვათ, მე გამიხარდება და ეს ჩემი ცდელობა არის ამ მიმართულებით. მადლობა კიდევ ერთხელ და სწორებით მაყურებელს კი ვემშვიდობები, ხვალ სხვა შემადგენლობით დაგებრუნდება თავისუფალი ბაზარი. კარგად.